მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობს საერთაშორისო ფსიქოანალიტიკურ ასოციაციაში, საერთაშორისო ლაკანიანურ ასოციაციაში და არის მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორი. მისი ბოლო წიგნი, რომელიც მან გამოსცა სულ ახლახანს გამოვიდა პარიზში თავის ჩინელ კოლეგასთან ერთად, ჰუდატონგთან ერთად. ამ წიგნს ჰქვია ფსიქოანალიზის გააზრება ჩინეთის გავლით, რადგან ის ბევრს მოღვაწეობს ბოლო წლებია ჩინეთში და მან დაწერა ეს წიგნი ავტორთან ერთად, რომელმაც პირველი ფსიქოანალიტიკური კაბინეტი დაარსა 30 წლის წინ ჩინეთში. აგრეთვე ის არის წიგნის ავტორი მუსტაფა საფუანთან ერთად ფსიქოანალიტიკური საკითხები, დუალობა და სუბიექტის დივიზია, ტრამვა ცივილიზაციაში, რას გვასწავლის მოსაზღვრე მდგომარეობები და ბოლო მისი წიგნი, რომელიც ახლა გამოვამალე, ეს არის რაზე ფიქრობს ფსიქოანალიტიკოსი. დღევანდელი ჩვენი სემინარის სახელწოდება, ვინაიდან მოგეხსენებათ ეს გუშინაც ვთქვით, რომ ჩვენ მთელი წელი ასოციაციაში ვიმუშავებთ ფსიქოზების საკითხზე და განსაკუთრებით მესამე სემინარზე ლაკანთან. მისი სემინარის სახელწოდება არის ფსიქოზი და მამის ფუნქცია, სად არის მამა ფსიქოზის დროს და ის ილაპარაკებს როგორც კლინიკურ შემთხვევებზე, ასევე თეორიულ ნაწილზე და მე გადავცემ მას სიტყვას Cristian, Donc c'est à moi. C'est à toi. Je vais me lever. Si tu veux. 2 secondes. Oui. Bien. Bonjour à tous. Je suis très content de vous rencontrer. Je voudrais donc vous remercier pour votre présence ici à l'Université de psychologie, où j'étais déjà venu il y a quelques années. Et je voudrais remercier tout particulièrement Ilya, qui est un ami et un collègue de longue date. Il est psychanalyste et enseignant comme moi. Donc nous avons beaucoup de choses en commun. Et puis, je voudrais remercier toutes celles et ceux qui travaillent ensemble dans cette équipe de psychanalystes à Tbilissi. Je sais que c'est une équipe qui avance. Je peux vous raconter une petite anecdote. Un jour, il y a quelques années, j'étais à Rio de Janeiro et là, j'ai rencontré au consulat une dame diplomate et je ne sais pas comment on est arrivé à parler de ce que vous faites à Tbilissi. Et cette dame, elle me dit, ah, mais j'étais au consulat de Tbilissi et je peux vous dire une chose, l'ambassadeur de France soutient beaucoup cette équipe de psychanalystes. C'était il y a quelques années déjà, vraiment il y a longtemps. Donc, je n'avais qu'une envie, c'est de découvrir et de faire votre connaissance et de découvrir ce que vous faites. Ce qui est l'occasion pour la deuxième fois de vous rencontrer. Merci Christian, j'avais pas dit. მოხარული ვარ რომ შეგხვდით კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მოსვლისთვის რამოდენიმე წლის წინ მე მქონდა ესე იგი შესაძლებლობა ყოფილიყავი თბილისში მადლობას უხდი გიგას რომელიც არის ჩემი განსაკუთრებით რომელიც არის ჩემი მეგობარი და კოლეგა მრავალი წელია უკვე რომელიც არის ესე იგი რომელიც აგრეთვე ასწავლის და ფსიქოანალიტიკოსია როგორც მე მადლობა ყველას, ვინც აგრეთვე მუშაობს თქვენ ჯგუფში. ვიცი რომ ეს ჯგუფი ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე ძალიან სწრაფად ვითარდება და რამოდენიმე წლის წინ პატარა ისტორიას მოგიყვებით, სრულიად შემთხვევით მე ვიყავი რიო დე ჟანეიროს საფრანგეთის საელჩოში და იქ შევხვდი დიპლომატ ქალს, რომელიც მელაპარაკა თბილისზე და მითხრა რომ ის არის ნამყოფი თბილისში და მითხრა რომ საქართველოში საფრანგეთის ელჩი მნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოში ფსიქოანალიზის განვითარებას. ნუ ალბათ ეს ის ურთიერთობები, რომლებიც ჩვენ სულ გვაქვს ხოლმე საფრანგეთის საელჩოსთან და მოკლედ მოხარული ვარ რომ ამჯერადაც კვლავ აღმოჩნდით თბილისში იმის რომ თქვენს მუშაობაში მონაწილეობა მივიღე.
Alors, pour aujourd'hui, on m'a donné un sujet qui est de parler de la psychose. Parce que cette équipe de psychanalystes, psychologues et de psychothérapeutes travaille le séminaire de Lacan sur la psychose. Donc, on m'a demandé de parler de la psychose, ce que je vais faire. Et au début de toute conférence, on attend du conférencier qui donne son programme. Hein. Et le programme sera donc le suivant. Je vais d'abord évoquer quelques notions lacaniennes, hein, à travers des situations cliniques que j'ai rencontrées et dont j'aurai besoin pour faire un petit développement. Ensuite, je ferai un petit développement à travers l'enseignement de Lacan. Et puis, je terminerai par une troisième partie en évoquant deux cas cliniques de ce qu'on pourrait appeler des cas de psychose actuels, vraiment actuels. D'aucuns parlent de psychose ordinaire, pourquoi pas, hein, mais là, il s'agit vraiment de deux cas intéressants de deux hommes qui ont réussi à contourner le, le trou dans leur structure qui ne leur permettait pas de s'identifier au devenir père. Hein. Et alors, ils l'ont contourné de façon singulière, chacun, de façon intéressante, tout en gardant un contact à la réalité, comme chacun et chacune d'entre nous. Merci. ანუ ვინაიდან ესე იგი ჩვენმა კოლეგებმა გვითხრეს რომ ის ჩვენ ესე იგი მუშაობთ მთელი წელი ფსიქოზზე, კერძოდ კი ლაკანის მესამე სემინარზე, რომელსაც ქვია ფსიქოზები, დღეს ამიტომ მეც ვისაუბრებ თქვენთან ერთად ფსიქოზზე და იქამდე ვიდრე ჩვენ კონფერენციას დავიწყებთ, მოკლე გეგმას გეტყვით თუ როგორ ნაწილებს რასაც შევეხებით. თავიდან ესე იგი პირველ ნაწილში მე ვილაპარაკებ რამოდენიმე ლაკანიანურ ცნებაზე, კლინიკური კონტექსტის გათვალისწინებით. ამის შემდეგ გავამახვილებ ყურადღებას ლაკანის სწავლებაზე ფსიქოზების შესახებ, ხოლო მესამე ნაწილში ვისაუბრებ ორ კლინიკურ შემთხვევაზე, როცა საქმე ეხებოდა ეგრეთ წოდებულ აქტუალურ ფსიქოზს, ან შეიძლება ითქვას ამავე დროს ორდინალურ ფსიქოზსაც, ორი მამაკაცის შემთხვევა, ორივე შემთხვევაში საქმე ეხებოდა ერთგვარ ხრელს სტრუქტურაში, რომლის ამოვსებაც მათ შეძლეს და რომლებმაც შეძლეს ნორმალური ურთიერთობა შეენარჩუნებინათ რეალობასთან და მათი პრობლემა იყო, რომ ისინი ვერ პასუხობდნენ მოთხოვნას მამობრიობაზე, ესე იგი, გარკვეული თვალსაზრისით მათი ფსიქოზი ტრიალებდა მამად ყოფნის ან მამად გახდომის ირგვლივ. Alors, je vais commencer par vous parler d'un concept majeur de Lacan pour parler de la psychose, qui est la question du nom du père, et plus particulièrement sous l'angle de ce qu'il appelle la métaphore paternelle. Et pour ce faire, je vais utiliser simplement un exemple clinique de ma pratique qui, je pense, mais vous me le direz, nous permet de saisir un peu de quoi parle Lacan lorsqu'il évoque cette question de la métaphore paternelle. En tant que, comme vous savez, la métaphore paternelle est présente dans la névrose et forclose dans la psychose. ანუ და უპირველეს ყოვლისა ვისაუბრებ ლაკანის კონცეფტზე, რომელსაც ქვია მამის სახელი და რომელიც არის ცენტრალური კონცეფტი ფსიქოზის გაგებისთვის და შესაბამისად მეორე კონცეფტზე, რომელსაც ქვია მამის მეტაფორა და ამისთვის დავეყრდნობი კლინიკურ მაგალითებს ჩემი პრაქტიკიდან, რომ უკეთ გავიგოთ თუ რაზე ლაპარაკობს ლაკანი, როდესაც ის ამბობს, როდესაც ის ეხება მამის მეტაფორას. მამის მეტაფორა, რომელიც მუშაობს ნევროზის დროს და რომელიც განიცდის ფორკლუზიას ფსიქოზის დროს. Alors, il s'agit d'un exemple très simple, à savoir que un de mes patients âgé, un homme âgé, qui a toute sa tête bien sur les épaules et qui, avant de rentrer dans le cabinet, dans mon couloir, entre la salle d'attente et le cabinet, il y a un cheval de bois.
assez grand, hein, comme dans les manèges, les anciens manèges. მე მარტო მაგალითს მოვიყვან ჩემი პაციენტის ასაკოვანი კაცის რომელსაც ესე იგი კაბინეტში შემოსვლის წინ მას უნდა გაევლო კორიდორი და ამ კორიდორში მე მაქვს ხის ცხენი, დიდი ზომის ხის ცხენი. Et ce monsieur, probablement obsessionnel, et c'est pas le plus important, chaque fois, pendant des années, avant de rentrer dans le cabinet, il caressait la tête du cheval de bois. და ეს ბატონი სავარაუდოდ ობსესიური სტრუქტურის, მაგრამ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, წლების განმავლობაში ყოველ ჯერზე, როცა შემოდიოდა ჩემს კაბინეტში, გაივლიდა და ამ ცხენს ხელს მოусვამდა თავზე. ამას აკეთებდა სულ წლების განმავლობაში. Et un jour, dans le cabinet, peut-être en se rendant compte de mon étonnement de cette répétition, hein, il m'explique son geste de caresser la tête du cheval de bois. Parce que d'un seul coup, ça lui a rappelé un souvenir d'enfance avec son père qui lui disait que s'il n'était pas gentil à l'école, s'il n'était pas gentil avec sa mère, eh ben, il mangerait comme le cheval de bois. Il mangerait comme un cheval de bois. Non, c'est-à-dire qu'il disait à son fils, si tu n'es pas gentil, tu mangeras comme un cheval de bois. Hein? Toi, tu mangeras comme un cheval de bois. Je vais le dire, hein? Mais la métaphore, c'est-à-dire le père utilise une métaphore qui est très forte en français, manger comme un cheval de bois. Hein? Et manger comme un cheval de bois, ça signifie n'avoir rien à manger, parce qu'un cheval de bois ne mange pas. Hein? Voilà, exactement. და ერთ დღეს მოდის ისე თავის სეანსზე კაბინეტში ახორციელებს ამ ჟესტს და მას და უჩნდება სურვილი და მე მას ვეკითხები რას ნიშნავს ეს ჟესტი და მას აქვს ასოციაციები ამ ჟესტთან დაკავშირებით და ის ამბობს რომ ეს მე მაგონებს ჩემს ბავშვობის მოგონებას იხსენებს ეს მე მაგონებს მამაჩემის გამონათქვამს რომელიც მე მან მითხრა რომ თუ წეს კარგად არ მოიქცევი თუ არ იქნები კარგი ბიჭი დამჯერი შენ შეჭამ როგორც ხის ცხენი და tu mangeras comme un cheval de bois ესე იგი ფრანგულად ეს გამონათქვამი ნიშნავს იმას რომ შენ არ გაჭმევთ ესე იმიტომ რომ ხის ცხენი ვერაფერს ვერ ჭამს და ესე იგი თუ არ დამიჯერებ არ გაჭმევთ და ეს იყო ესე იგი ფრაზა მეტაფორული ფრაზა რომელიც გულისხმობს Donc vous voyez que le père à partir d'une métaphore comme celle-là, il disait à son fils que si tu n'es pas gentil, tu n'auras rien à manger. აქ ჩვენ ხედავთ რომ мама მეტაფორის გავლით ეუბნება თავის შვილს რომ თუ არ მოიქცევი წესიერად არაფერს არ შეჭამ. Et je pense pouvoir dire que cette métaphore utilisée par le père, c'est ce qu'on pourrait appeler la métaphore paternelle. და შეიძლება ითქვას რომ ეს მეტაფორა რომელიც იყო გამოყენებული მამის მიერ შეიძლება ვთქვათ რომ ეს არის მამის მეტაფორა უпросто პაციენტის მიერ ეს არის მამის მეტაფორა ესე იგი მამა აღნიშნავდა პაციენტისთვის სწორედ ამ ფრაზას dans le sens où la métaphore ce que Lacan appelle la métaphore paternelle a comme fonction la métaphore paternelle a comme fonction d'apporter une limite à la jouissance ou à la satisfaction pulsionnelle. Et on voit bien que dans cette histoire que je viens de vous raconter, il y a un effet immédiat entre la métaphore et la limitation pulsionnelle. ანუ და ლაკანი ამბობს რომ მამის მეტაფორას და მამის ფუნქციას ზოგადად მამის ფუნქცია მდგომარეობს ტკბობის და ლტოლვითი პირდაპირი ლტოლვითი დაკმაყოფილების ლიმიტაციაში შეზღუდვაში და ამ მეტაფორაში თუ წესიერად არ მოიქცევი შენ შეჭამ როგორც ხის ცხენი ანუ შენ არაფერს არ გაჭმევთ ნიშნავს იმას რომ მეტაფორა ამ შემთხვევაში წმინდად ლტოლვითი ტენდენციის ლიმიტაციას გულისხმობს ანუ ამ შემთხვევაში კვების ჭამის ორალურ ლტოლვას
Ce qui nous donne une idée non seulement de ce que c'est que la limite dans l'inconscient pour Lacan, à savoir limiter la satisfaction pulsionnelle, autrement dit la jouissance, hein, et que ce qui pouvait, et l'opérateur de cette limite, à l'époque de l'enseignement de Lacan, c'était la métaphore paternelle. La métaphore paternelle. და ეს გვაძლევს იდეას თუ რას ნიშნავს ლტოლვითი დაკმაყოფილების და ლტოლვითი ტენდენციების ლიმიტაცია, ორგანიზება მისი და ლაკანი ამ პერიოდში სწორედ მამის მეტაფორას და მამის ფუნქციას უკავშირებს ლტოლვის, ესე იგი, დამორჩილებას და მის, ასე ვთქვათ, გაადამიანურებას, მოთმინიერებას. Mais alors, une fois qu'on a défini cette métaphore paternelle, hein, qui est la mise en acte de la fonction paternelle, parce que Lacan parle de la fonction paternelle. Venez. Alors, qu'est-ce que c'est que la fonction paternelle chez Lacan? C'est une chose importante à définir aussi. Je vais la définir par un exemple clinique. ანუ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მამის მეტაფორაზე, როგორც ამავე დროს ეს სვამს საკითხს მამის ფუნქციის ფსიქოანალიზში და მამის ფუნქცია როგორც ცნება და როგორც ფუნქცია ითხოვს განმარტებას და ვეცდები რომ განმარტო მოკლედ ეს. Un jeune patient de la trentaine me racontait qu'il avait un père très violent et qu'ils étaient deux garçons à la maison. Et le père, de façon inexplicable, lorsqu'il rentrait à la maison, il battait ces deux garçons. Et le fait qu'il battait ces deux garçons n'avait aucun sens, parce que les garçons n'avaient pas fait de bêtises ou quoi que ce soit. Hein, à n'importe quel moment, le père pouvait battre ses enfants. C'était un arbitraire du père. ვეცდები განმარტო მამის ფუნქცია აგრეთვე ჩემი პაციენტის მაგალითზე, საქმე ეხება ახალგაზრდა კაცს, 30 წლის კაცს, პაციენტს, რომელიც მიყვება, რომ მისი მამა იყო ძალიან ძალადობრივი პიროვნება, მოძალადე და ის ამბობდა, რომ საღამოს როცა ბრუნდებოდა სახლში, ხშირად ყოველგვარ მიზეზის გარეშე აუხსნელად შეეძლო ეცემა ეს პაციენტი და მისი ძმა, ორი ბიჭი ყავდა ამ მამას. და ეს ცემა არავითარ აზრს არ ატარებდა და სრულიად იყო მოკლებული მნიშვნელობას ამ პაციენტისთვის. Et un jour, ce patient me raconte un souvenir où lui qui était l'aîné, il avait un petit frère, son père venait les chercher à la sortie de l'école, ils étaient tout petits, et puis lui était assis à l'école. Oui, les deux garçons. Ah, les deux. Ouais. Et dans la voiture, lui était assis devant, le petit frère derrière. Et puis, pour aucune raison, le père se retourne et donne une grande claque au petit frère. Hein? და ერთ დღეს ეს პაციენტი იცენებს ბავშვობის მოგონებას აგრეთვე და ამბობს, რომ ერთ დღეს მამამ მოგვაკითხა სკოლაში, თვითონ იყო უფროსი და ყავდა უმცროსი ძმა და გამოგვიყვანა სკოლიდან და მე წინ დავჭექი და უმცროსი ძმა უკან დაჯდა. რომ ჩაჯდა მამა მანქანაში, ესე იგი საჭესთან, შემოტრიალდა და უმცროს ძმას გაარტყა სახლში. Et ce garçon qui est devenu mon patient, il disait, si ça c'est possible, qu'un père batte son enfant sans aucune raison, eh bien ce n'est pas mon père. Ce n'est pas mon père. C'est-à-dire qu'à partir de ce moment-là, face à cette injustice inexplicable du père, il a fait le jugement, hein, qui lui a amené, qui lui a permis de dire, si un père fait ça, ce n'est pas un père. Un père ne fait pas ça. Hein? ეს ბიჭი მე რომელიც უკვე გახდა მომავალში ჩემი პაციენტი მეუბნება მე რომ თუ შესაძლებელია რომ მამა ყოველ მიზეზს გარეშე სცემდეს თავის შვილს ეს ნიშნავს იმას რომ ის არ არის ჩემი მამა ის ესე იგი აი მსგავსი აუხსნელი უსამართლობის წინაშე
ანვითარებს მსჯელობას და მიდის დასკვნამდე, რომ თუ ამას აკეთებს კაცი თავის ვაჟიშვილებთან, ესე იგი ის არ არის მამა, ანუ ის არ არის მამაჩემი. Et à partir de ce moment-là, il a retiré tout son respect à son père. Il ne trouvait plus cet homme qui était son père, hein, il ne lui trouvait plus aucun respect. C'est juste après ce qu'il a dit, Oui. il n'est pas mon père. Oui, 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 après ce qu'il a fait. Hein. Hein. და ამის შემდეგ ის ყოველგვარ პატივისცემას საერთოდ ყოველგვარ მას კარგავს მამის მიმართ, რომ თითქოს მისთვის ის აღარ არსებობს. Ce qui nous pose la question, qu'est-ce qui fait qu'un enfant peut trouver son père respectable? Ce qui n'est pas évident. Hein? და ეს სამ სხვა კითხვას, თუ რა განაპირობებს იმას, რომ ბავშვი მამას მიიჩნევს როგორც პატივსაცემ ფიგურას, რა როგორია მამა, რომელიც იმსახურებს პატივისცემას. Alors Lacan nous oriente sur cette question. Hein, la question du père chez Lacan et du respect d'un père, c'est-à-dire que le fils reconnaisse son père dans sa fonction de père, c'est quelque chose qui est constant chez Lacan, hein, jusqu'à la fin. Par exemple, dans son séminaire sur Joyce, qui est un séminaire tardif, il dira, de Joyce d'ailleurs, il dira qu'un père n'est respectable que s'il a pris le temps d'apprendre quelque chose à ses enfants de valable pour s'orienter dans l'existence. და ლაკანთან მთელი მის შემოქმედების განმავლობაში წარმოდგენილია მამის საკითხი წითელი ხაზივით გასდევს განსაკუთრებით პატივისცემა და აღიარება, რომელიც შვილს შეიძლება ჰქონდეს მამისადმი და მის ერთ-ერთ გვიანდელ სემინარში ჯოისზე, ჯეიმს ჯოისის შესახებ, ის ამბობს, რომ მამა მხოლოდ იმ შემთხვევაში იმსახურებს პატივისცემას და აღიარებას და შეასრულებს ფუნქციას ფსიქიკური გაგებით ამ სიტყვის თუ მას შეუძლია რაიმე ასწავლოს თავის შვილს ან თუ მან დახარჯა დრო იმაზე რომ რაიმე ესწავლებინა ან გადაეცა რაღაც შვილისთვის რაღაც რაც მას ხელს შეუწყობდა ორიენტირებულიყო რეალობაში. C'est-à-dire que l'enfant fait l'expérience d'un père qui a le désir d'apprendre quelque chose à ses enfants. ესე იგი ბავშვი უნდა კონდეს გამოცდილება მამის სურვილის, მამას უნდა კონდეს სურვილი რაღაც გადასცეს ბავშვს და ბავშვი უნდა იყოს ამ გამოცდილების სუბიექტი, ესე იგი მამის მხრიდან. Et il disait d'ailleurs, Lacan disait de Joyce, ce grand écrivain, qui disait justement, il l'a écrit hein, dans son ouvrage autobiographique, il disait que son père, il reconnaissait son père comme étant son père, mais il disait que son père lui servait à rien, justement. და ლაკანი სწორედ აი ამ სემინარში ჯოისზე ამბობს, რომ ჯოისის ავტობიოგრაფიაზე, როდესაც ჯოისი ამბობს, რომ ლაკანი ამბობს, რომ ჯოისი აღიარებდა მამას, მაგრამ ჯოისი ამბობდა, რომ მამა ჩემი ინესერვე აღიარეს, ესე იგი საერთოდ არაფერში არ გამომადგა. არაფერში ის არ გამომიყენა. Alors d'autre part, mon analyste, qui était un des premiers élèves de Lacan, nous posait souvent la question, quand on travaillait ensemble dans un petit groupe d'analystes, il nous posait la question, mais qu'est-ce qu'on peut attendre comme bonne réponse psychanalytique d'un père auprès de ses enfants? Comment le psychanalyste répond à ça? Oui, de façon un peu cohérente par rapport à la psychanalyse. Hein? და მეორეს მხრივ შემიძლია თქვა ჩემს ანალიტიკოსზე, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი მოსწავლე და თანამებრძოლი ჟაკ ლაკანის და რომელთანაც ჩვენ მუშაობდით ჯგუფში, მცირე ჯგუფში ფსიქოანალიტიკოსების დაისვა საკითხი, თუ ფსიქოანალიტიკოსმა ასეთ შემთხვევაში როგორ შეიძლება გასცეს სუბიექტის მოთხოვნილებას მამის ფუნქციასთან დაკავშირებით კორექტული და სწორი პასუხი, ანუ ფსიქოანალიტიკოსმა რა პოზიცია უნდა დაიჭიროს ამ შემთხვევაში. Eh ben, il répondait que ce que les enfants peuvent attendre de leur père, c'est tout simplement, c'est pas si simple que ça, c'est tout simplement qu'ils les soutiennent dans leurs désirs. და ის ამბობდა საფუანი რომ
ის სულ მცირე, რასაც შეიძლება ელოდეს მამისაგან ბავშვი, შვილი, ეს არის ის, რომ მამამ მხარი დაუჭიროს მას თავის სურვილში. Désir ამ სამისთვის ლაკანიანად გაგებთ, ესე იგი, სურვილი როგორც არაცნობიერი სურვილი. Alors maintenant, vous pourriez, une fois qu'on a défini la métaphore paternelle, la fonction paternelle et ce qu'on peut attendre d'un père, hein, vous pourriez me dire, mais qu'est-ce que c'est que le nom du père chez Lacan? ეხლა უკვე როცა ასე მოკლედ განმარტეთ მამის მეტაფორა და მამის ფუნქცია და ის თუ რა შეიძლება ელოდეს სუბიექტი რეალური მამისგან, ახლა უკვე შეიძლება დავსვათ კითხვა, თუ რა არის მამის სახელი, le nom du père, უკვე როგორც კონცეფტი, მამის სახელი როგორც კონცეფტი. Et là aussi, on peut l'aborder par une petite situation clinique d'un patient qui raconte la perte de son père et qui s'étonne qu'à la mort de son père, il n'y avait qu'une seule chose qui était possible, c'était la prière. La prière. À la mort, Quand il était là, encore mort, tu pour vois. lui, c'était. Le père. Et le patient dit une seule chose qui était Possible. pour lui. C'est pour lui et pour la famille, c'était la prière. La prière. Oui. და აქ მამის სახელთან დაკავშირებით ისევ გავიხსენებ ჩემი პაციენტის მაგალითს, ერთ-ერთი პაციენტის, რომელმაც დაკარგა მამა და ის გაკვირვებით მეუბნებოდა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ერთადერთი რამ რაც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა, ეს იყო გველოცა. Mais quand il était non pas encore enterré. Exactement. Exactement. ხო, იქამდე ვიდრე დაასაფლავდნენ მამას, ერთადერთი რაც შეგვიძლია გავეკეთებინა გველოცა, მეტი არაფერი. და მან გამაკვირვა ამბობს პაციენტს. Et j'ai mis un certain temps à comprendre cette situation jusqu'au jour où je me suis rendu compte que ce patient était catholique et que la prière des catholiques, c'est le Notre Père. Et la prière des catholiques commence comme ça, Notre Père qui es aux cieux. Hein? Donnez-nous notre pain quotidien et ne nous soumettez pas à la tentation. Autrement dit, quand le Père est mort, on évoque son nom au ciel pour justement que cette évocation du nom nous donne notre pain quotidien, mais aussi nous évite la tentation pulsionnelle. მე მინდოდა გამეგო ეს სიტუაცია უფრო ღრმად და ეს პაციენტი იყო კათოლიკე და ყველა ლოცვა კათოლიკებთან იწყება მონპერეს, იგი მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათაშინა და მოგვეც ჩვენ პური ჩვენი არსობისა და ამ შემდეგ და ფაქტიურად ის გარდაცვლილ მამასთან ახსენებს ენვოკაციონის, ახსენებას აკეთებს მამის სახელის, რომელსაც თხოვს პურს, შემწეობას და ამავე დროს თავისი ტოლვითი ტენდენციების ლიმინაციას. Je pense qu'on peut dire que c'est ça le nom du Père chez Lacan. შეიძლება ითქვას, რომ მამის სახელი ლაკანთან სწორედ არის ეს. აი ეს აქტი, როდესაც ჩვენ მამაო ჩვენ. Mais nous sommes, je veux juste ajouter une petite remarque, nous sommes au XXIe siècle, 40 ans après la mort de Lacan, on sait tout le discours sur la chute du patriarcat, la domination masculine. Aujourd'hui, on pourrait dire que ce n'est pas le nom du père en tant que signifiant du patriarcat. Hein, ça pourrait très bien être, c'est pas que le nom du père, ça pourrait être le nom de la mère ou le nom des deux. L'essentiel, ou les ancêtres. L'essentiel, c'est que pour Lacan, c'était qu'il y ait, comment dire, que les choses soient articulées par l'ancêtre, par une transcendance, c'est-à-dire par un tiers. Et n'importe qui peut remplir cet office, que ce soit un homme, une femme, qui soit dans une relation tierce par rapport à la relation entre l'enfant et sa mère. Vous voyez, aujourd'hui, on dit ça. Et c'est tout à fait juste. Vous montrerez ça dans les cas. და დღეს უკვე 40 წლის შემდეგ, ლაკანის გარდაცვალების შემდეგ, ცხადია 21 საუკუნეში ჩვენ არ ვსაუბრობთ პატრიარქატზე, პირიქით ჩვენ საქმე გვაქვს, ესე იგი პატრიარქატის ჩამოშლასთან, მასკულინურ დომინაციასთან და ასე შემდეგ და ცხადია მამის სახელი არ არის პატრიარქატის აღნიშნელი, არამედ მამის სახელის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს ყველაფერმა, რაც დაიკავებს სიმბოლური მესამის ადგილს დედასა და ბავშვს შორის ურთიერთობაში და ამ მამის სახელის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს წინაპარმა, შეიძლება შეასრულოს, როდესაც დედამაც კი თუ კი ის
ეყრდნობა თავის სიტყვაში რაღაცას, რაც უფრო მეტია ვიდრე თვითონ და ბავშვი. ესე იგი მესამეს, მაგალითად, წინაპარს, მაგალითად, სიმბოლოს, მაგალითად, რელიკვიას და ასე შემდეგ. D'ailleurs, cette, ჩადგება დედას, ყველაფერი რაც სიმბოლურად ჩადგება დედასა და ბავშვს შორის. d'ailleurs, cette histoire est déjà dans Freud, d'une certaine façon. Freud disait, dans Totem et Tabou, que le père n'est que le transmetteur de la loi. Hein, c'est celui qui transmet la loi. C'est pas celui qui donne la loi et qui tire son autorité et sa domination de la loi en tant que telle. Il ne fait que transmettre. Hein, quand on ne fait que transmettre, on ne peut pas être dans la domination ou la toute-puissance paternelle. Hein. და თვით ფროიდიც ამას ამბობს სხვაგვარად ფროიდთანაც გვაქვს ჩვენ მსგავსი იდეა განსაკუთრებით ესე იგი ტოტემში და ტაბუში ის ამბობს რომ мама არის მხოლოდ და მხოლოდ კანონის გადამცემი ესე იგი კანონი რომელიც მან მიიღო გადასცემს სხვას ის არის გამტარი კანონის და არა ის ვინც ქმნის კანონს და მერე ცდილობს ამით დომინაციას ესე იგი მამის სახელი რომ იფუნქციონიროს მამამ უნდა გაატაროს კანონი და გადასცეს შვილს და არა შექმნას და დომინირებდეს ამით როგორც ტირანი. Et quelle est cette loi que le père transmet, hein, mais que la mère peut tout aussi transmettre? Cette loi n'est autre que la loi de la filiation. C'est-à-dire que, je dis souvent, la meilleure chose qu'une femme peut faire à son enfant, c'est de l'inscrire dans une filiation. Parce que la filiation permet de se repérer pour un enfant, d'être l'enfant d'un père et d'une mère. Et comme dit Lévi-Strauss, l'anthropologue, lorsqu'on a 3 points de repère, c'est-à-dire le père, la mère et soi-même, on peut se débrouiller dans la vie. Hein? Cette structure ternaire minimale suffit à quelqu'un, à un enfant, pour se repérer dans une filiation, et c'est la filiation qui lui donne ce repère, et cette filiation est inscrite dans un nom, et c'est cette inscription de la filiation, des lois de la filiation, avec ce qu'elle apporte comme interdit de l'inceste. À la fin de son enseignement, Lacan cède complètement sur le DIP, mais il ne cédera jamais sur l'interdit de l'inceste. Il pense qu'une société humaine, comme les anthropologues, est une société où fonctionne l'interdit de l'inceste. Hein? Je vais essayer, je débrouille ici. რა არის ეს მე ტექსტი არ მაქვს პირდაპირ თარგმნი, ამიტომ თუ შეცდომები შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ აზრს ვცდილობ რომ აზრი არ დავკარგო. ეს არის რა არის ეს კანონი, რომლის გამტარიც არის мама, რომელსაც мама გადასცემს შვილს, ისევე როგორც დედამ შეიძლება გადასცეს შვილს და ამით აღასრულოს დედამ მამის ფუნქცია, ესე იგი მამის მეტაფორა, არა, მამის სახელი აფუნქციონიროს. ეს არის შეიძლება ითქვას ფილიაციის კანონი. ფილიაციის, როდესაც მე ვარ ვიღაცის შვილი, რომელიც თვითონ იყო ვიღაცის შვილი და ასე შემდეგ. ესე იგი, ფილიაცია, რომელიც უზრუნველყოფს სუბიექტის ჩაწერას თაობათა ჯაჭვში და საუკეთესო, რაც შეიძლება დედამ გააკეთოს ბავშვისთვის, ეს არის ის, რომ მას ხელი შეუწყოს, რომ ის ჩაეწეროს ფილიაციაში და გახდეს ნაწილი გარკვეული ჯაჭვის. სიმბოლური ჯაჭვის და ჩაეწეროს ამ ფილიაციაში საკუთარი სახელით და გვარით, რომელსაც ის სიმბოლურად მიიღებს მამისგან და თავად ლევი-შტროსიც ამბობდა, დიდი ფრანგი ანთროპოლოგი, რომ 3 ოპერატორი თუ არის, 3 წერტილი, ესე იგი ბავშვი, დედა და мама, ეს უკვე მინიმუმია იმისთვის, რომ სუბიექტმა მოახდინოს ორიენტირება ცხოვრებაში და ეს ფილიაცია ამ ფილიაციას სწორედ განაპირობებს სახელი, ანუ გვარი, შეიძლება რომ ქართულად ვთარგმნოთ და თავარია რომ ეს კანონი ზუსტად გულისხმობს აკრძალვას ინცესტზე, ანუ მამის კანონი ლაკანი ძალიან დიდ ყურადღებას ამახვილებს ლევი-შტროსთან ერთად აკრძალვაზე ინცესტზე, ის ამბობს რომ და ყველა ანთროპოლოგი რომ ყველა საზოგადოება გულისხმობს აკრძალვას ინცესტზე როგორც ფუნდამენტს. თვით ყველაზე პრიმიტიულებიც კი, სადაც ესე იგი კაცი ჭამი ესე არის შესაძლებელი აკრძალვა მოქმედებს
ინცესზე, თუმცა ლაკანი მე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მთლიანად ოიდიპოს და ასე შემდეგ. Alors maintenant, venons, et c'était une des questions pour ce soir, venons à la question de qu'est-ce que c'est qu'un père. Alors, je connais un analyste qui disait très justement, qu'est-ce que c'est qu'un père? Comment y répondre? Il suffit de se retourner, d'examiner son histoire et de se demander s'il y a eu une rencontre avec le père où il y a eu un échange de paroles qui a compté pour nous, qui a compté suffisamment pour nous orienter dans notre existence. C'est-à-dire se retourner à son symbolisme. C'est-à-dire reconsidérer son histoire et voir à quel moment, voir s'il y a eu une rencontre avec le Père, hein, qui nous a permis de nous orienter dans l'existence. და ეხლა გადავიდეთ საკითხზე და დავსვათ კითხვა თუ რა არის მამა, ესკემპე, რა არის მამა, ეს ფროიდის ამ საკითხს წავედ და მე ვიცნობ ერთ ანალიტიკოს, რომელთანაც მუშაობდით ამ საკითხზე და მან თქვა კითხვაზე თუ რა არის მამა, ის ამბობს საკმარისია იმის რომ თქვათ რა არის მამა, საკმარისია შემოტრიალდე, ესე იგი პირი იბრუნო უკან, გადახედო შენს ისტორიას, შენი ცხოვრების და თქვა იყო თუ არა შეხვედრა შენსა და მამას შორის პირდაპირ თუ გადატანით მნიშვნელობით და იყო თუ არა სიტყვიერი გაცვლა ლაპარაკ, ესე იგი შენსა და მამას შორის და დაგიტოვა თუ არა მამამ, შეიძლება იყოს მასწავლებელი, რეალური მამა და შემდეგ რაღაც ისეთი, რითიც შენ შეგიძლია ორიენტირდე ცხოვრებაში. Alors, cette question du père, elle n'existe pas dans la psychose. Il n'y a pas de question du père dans la psychose. C'est une hérésie de penser qu'il y a une question du père dans la psychose. Alors, Laplanche a écrit un texte que Lacan n'a pas du tout apprécié sur Hölderlin, où il disait Hölderlin est la question du père. Hölderlin était psychotique et Laplanche a fait un texte Hölderlin est la question du père. Il était très furieux, Lacan, et disait justement il n'y a pas de question du père dans la psychose. და ეს მამის საკითხი სწორედ ამ ფსიქოში არ არსებობს. არისმება საკითხი მამის ფსიქოში, არ არის ეს ფსიქოში და ლაპლანშმა დაწერა თავის დროზე წიგნი ერთ-ერთ ფსიქოტიკზე და ის ლაპარაკობს ბევრს მამაზე, ლაკანი ამის გამო მას ფაქტურად წაეჩხუბა და ჰქონდათ ესეთი დაპირისპირება, რომ რანაირად ლაპარაკობდა ის მამაზე ფსიქოში. Pourquoi? Parce que justement, il n'y a de question que parce qu'il y a un père. Sinon, il n'y a pas de question. Il n'y a de question que parce qu'il y a un père. Sinon, il n'y a pas de question. Il n'y a pas de question. Oui. Il n'y a de question. Il n'y a de question du père dans la... Non, il y a de question. Le sujet ne se pose de question que parce qu'il y a du père. oui. ანუ, ეს არის ეს სიტყვის რომ ფსიქოსში მამის კითხვა question საკითხი, მაგრამ პირდაპირ უნდა თარგმნო. მამის კითხვა მამაზე არისმება და კითხვა ისმება ზოგადად, იმიტომ რომ არის მამა. ესე იგი, იქ სადაც ფუნქციონირებს მამა, ისმება კითხვა. როცა მე მიმართავ სხვას. და იქ სადაც არისმება კითხვა, არ არის მამა, ესე იგი და ეს თამაში ეს. Et on peut comprendre ça assez aisément. Freud disait très tôt, la vie à deux est insupportable. Il faut partir de là. La vie à deux est insupportable. Que ce soit la relation entre une mère et son enfant qui vivent ensemble à deux, que ce soit dans un couple, que ce soit deux hommes ou deux femmes, peu importe, la vie à deux est insupportable. Il y faut un troisième. და ფროიდი ამბობს, რომ ორის ერთად ცხოვრება, ორი ადამიანის ერთად ცხოვრება არის აუტანელი. დედაშვილი იქნება ეს, ქალი და მამაკაცი, წყვილი, ორი კაცი თუ ორი ქალი, ორის ერთად ცხოვრება არის აუტანელი, ამბობს ფროიდი, საჭიროა მესამე. Et c'est bien parce qu'il y a un troisième qu'apparaît la question. Dans le sens où si un enfant vit avec sa mère, et s'il y a un homme qui arrive dans cette relation, ou une femme, peu importe, l'enfant se pose la question, mais qu'est-ce qu'il vient foutre là, celui-là? Qu'est-ce qu'il vient foutre là ou qu'est-ce qu'elle vient foutre là? Hein?
dans le sens où qu'est-ce qu'elle vient nous casser les pieds ou qu'est-ce qu'il vient nous casser les pieds et il fait l'expérience de cette façon-là que sa mère, justement, en introduisant un tiers entre elle et son enfant, a un désir qui ne passe pas par l'enfant, qu'elle a un désir propre qui passe sur un tiers. Et ça, c'est la névrose. ნევროზი. სწორედ ამიტომ არის, რომ როცა ჩნდება მესამე ამ ორში, ისმება კითხვა. როდესაც მაგალითად ბავშვი იბადება და ჩნდება მესამე, მამის სახით, ან ის ვინ შეიძლება ეს ფუნქცია ითვირთოს, ბავშვი ამბობს, ვინ არის ეს? რა უნდა ამას? რატომ მოვიდა? რა სიტყავს ჩვენგან? ესე იგი, ორი ერთად წყვილდება და კითხვას სვამს მესამესთან დაკავშირებით, ხო? და დედას სწორედ დედა არის ის, ვინც აფუნქციონირებს მამას, რადგან დედას შემოყავს ეს მესამე და ამავე დროს სურვილის საკითხი შემოაქვს დედას, როდესაც ბავშვი არ არის მხოლოდ ერთადერთი, რომელიც წარმოადგენს და განასახიერებს დედის სურვილის ობიექტს. და ბავშვი გრძნობს, რომ დედის სურვილი ეკუთვნის სხვას, ამ მესამეს. ნაწილი მისი სურვილის არ ეკუთვნის ამ ბავშვს. და ვინაიდან დედის სურვილი არის მიმართული ამ მესამეზე, ანუ მამაზე, ან სხვაზე, შეიძლება იყოს ნებისმიერის მესამე, ასეთ შემთხვევაში ბავშვი გრძნობს, რომ არსებობს სხვა, ესე იგი მესამე, ანუ მამა, ანუ სიმბოლური ფუნქცია მამის, ანუ მამის სახე. Alors maintenant, რაც არის ნევროზი, ესე იგი, აი ეს ტრიანგულაცია, სადაც ბავშვი ამ მესამესთან პრობლემებს დაწყდება, არის ნევროზი. Alors maintenant, je pensais passer au deuxième point de la conférence et suivre le développement de l'enseignement de Lacan du début jusqu'à la fin sur la question de la psychose. Ça nous prendrait un peu de temps et je me pose alors la question, parce qu'après j'ai 2 cas cliniques à développer, ça dépend du temps qu'on a. On a le temps? Oui, vraiment. D'accord. Bon, alors, prenons maintenant la chose un peu de façon théorique et voyons l'importance de la question de la psychose dans l'enseignement de Lacan. ახლა გადავალთ ჩემი მოხსენების მეორე ნაწილზე და ვილაპარაკებ იმაზე, თუ რას გულისხმობდა ლაკანი ფსიქოში, რა თეორეტიზაციები ქონდა მას თავისი, ესე იგი, შემოქმედების განმავლობაში და ბოლოს ვისაუბრებ ორ კლინიკურ შემთხვევაზე, ესე იგი, ვისაუბროთ ახლა თეორიაზე ლაკანთან. Donc, nous savons que la psychose occupe une place fondamentale dans l'enseignement de Lacan. Elle constitue à la fois un révélateur de la structure normale du sujet et un défi théorique majeur. ლაკანისთვის ჩვენ ვიცით, რომ ლაკანის მოძღვრებაში და შემოქმედებაში ფსიქოსი იკავებს ფუნდამენტურ ადგილს. ერთის მხრივ იმდენად რამდენადაც ის გვაძლევს ფსიქოზი ჩვენ შესაძლებლობას გავიგოთ ნორმალური ფსიქიკური ცხოვრება და მეორეს მხრივ ფსიქოზი თავად წარმოადგენს თეორიულ გამოწვევას ლაკანისთვის. Et que contrairement à l'approche psychiatrique traditionnelle que Lacan connaissait très bien, qui privilégie cette approche psychiatrique traditionnelle qui privilégie la description symptomatique, Lacan aborde la psychose comme une structure particulière du rapport au langage à l'autre. ანუ განსხვავებით ტრადიციული ფსიქიატრიის მიდგომისაგან, რომელსაც ლაკანი ზედმიწევნით კარგად იცნობდა, ლაკანი და რომელიც პრივილეგიას ეს ტრადიციული ფსიქიატრია ესე განიჭებდა აღწერილობას ფსიქოზის, ლაკანი განსაზღვრავს ფსიქოზს როგორც სტრუქტურას, რომელიც გულისხმობს სუბიექტის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ენისა და სხვის მიმართ. Et l'origine de cette réflexion remonte aux premières années de son enseignement où il s'appuie sur les cas freudiens classiques, notamment le président Schreber, pour repenser la psychose
non plus comme déficit ou régression, mais comme mode spécifique de structuration subjective. და ლაკანის რეფლექსია ფსიქოზებზე მისი სწავლების პირველივე წლებიდან იწყება, განსაკუთრებით, როდესაც ის ცდილობს გაანალიზოს და თეორეტიზაცია მოახდინოს ფროიდის კლინიკური შემთხვევების და განსაკუთრებით პრეზიდენტი შრებერის და ის განსაზღვრავს ფსიქოზს როგორც სუბიექტ, არა როგორც დეფიციტს, არა როგორც რეგრესიულ დეფიციტარულ პროცესებს ფსიქიკურ ცხოვრებაში, არამედ განსაზღვრავს როგორც სტრუქტურაციის განსაკუთრებულ და განსხვავებულ ფორმას სუბიექტის. ესე იგი, ეს არ არის რაღაცა დეფიციტი ან მოსვლა, მხოლოდ არამედ განსხვავებული სტრუქტურაცია. Et dès le séminaire 1, en 1953, Lacan s'intéresse à ce qu'on appelle en psychiatrie les phénomènes élémentaires de la psychose et aux mécanismes hallucinatoires. და თავიდანვე ლაკანი ინტერესდება ფსიქოზში ეგრეთ წოდებული ელემენტარული ფენომენებითა და ჰალუცინატორული ფენომენებით ფსიქოზში. ესე იგი, les phénomènes élémentaires, რაზეც ჩვენ მუშაობთ მთელი წელი. Et il fait une lecture de ces phénomènes psychotiques à travers sa théorie du symbolique, de l'imaginaire et du réel. და ეს ფსიქოტური, ის ცდილობს ამ ფსიქოტური ფენომენების, ჰალუცინაციის თუ ელემენტარული ფსიქოტური ფენომენების გააზრებას იმ თეორიული კონსტრუქტების პრიზმიდან, რომელსაც უწოდებს სიმბოლური წარმოსახვითი და რეალური. Cette question de RSI, comment dire, de réel symbolique et imaginaire, n'est pas si compliquée que ça chez Lacan. ეს კონცეფტი RSI, რეალური სიმბოლური წარმოსახვითი, imaginaire, არც თუ ისე რთული არის ლაკანთან გასაგებად. Dans une lettre de Freud à Fliess, je crois que c'est la lettre H, la lettre H, si je ne me trompe pas, sur la paranoïa, il explique déjà très tôt que dans la psychose, contrairement à la névrose, ce qui est rejeté, non pas refoulé, ce qui est rejeté en allemand, si vous comprenez un peu l'allemand, certainement, il dit Ausstoßung. Pardon? Ausstoßung. Ausstoß. Ausstoßung, ça veut dire jeter dehors. Jeter dehors. C'est comme si nous jetions quelque chose dehors de notre psychisme parce que nous ne pouvons pas le supporter. On le jette dehors. Ensuite, il dit ce qu'on jette dehors parce que c'est quelque chose d'insupportable pour nous, ça revient, comme dans le refoulement, ça revient, mais pas dans le même registre. Dans le refoulement, le retour du refoulé se fait dans le symbolique. Hein? Dans la psychose, même Freud disait déjà, ce qu'on jette dehors de ce qui est insupportable à supporter pour le symbolique, ça revient, mais pas dans le symbolique, mais dans un autre registre que Lacan appellera le réel. ახლა რომ გავმართოთ ეს რეალური სიმბოლური და წარმოსახვითი ფსიქოში, თავად ფროიდი ლაპარაკობს ამაზე, განსაკუთრებით ისე ამ საკითხს, თავი მის ფროიდიანული, ასე ვთქვათ, სიტყვებით და ენით ეხება ფლისისადმი, ვილიამ ფლისისადმი მიწერილი წერილში, როცა ის ლაპარაკობს პარანოიაზე, ფროიდი, და ის ამბობს, რომ ფსიქოზში განსხვავებით ნევროზისაგან წერს ფლის, ნუ ეს აზრი გადმოცემული და არა ციტატა, ის რისი უკუგდება წყდება, არა განდევნა, არამედ ეს ტერმინი, რომელიც კრისტიანმა თქვა გერმანულად, ესე იგი გაგდება გარეთ გადაგდება და არა განდევნა, ის რისი გარეთ გადატყორცნაც ხდება ფსიქოზში, როგორც რაღაც სრულიად აუტანელი, ეს რაღაც ბრუნდება, როგორც განდევნილი, მაგალითად, როცა ნევროტიკი განდევნის ცნობიერებიდან რაღაც არაცნობიერში ბრუნდება როგორც განდევნილი, ოღონდ არა იგივე რეგისტრში, საიდანაც იყო განდევნილი, როგორც ნევროზში, ანუ არა სიმბოლურში, არამედ გარედან რეალურ რეგისტრში. ესე იგი, ის რაც არის გადაგდებული გარეთ, რეჟეტე, ესე იგი, და არა განდევნილი, უკან ბრუნდება თითქოს ისე როგორც განდევნილი ბრუნდება ნევროზში, მაგრამ ბრუნდება არა სიმბოლურის რეგისტრში, როგორც ნევროზის დროს, არამედ რეალურიდან ბრუნდება როგორც ჰალუცინაცია. Et le parcours de cette conceptualisation, RSI,
se prolonge dans l'ensemble des séminaires en passant par les premières élaborations sur le moi et la parole, dans le sens où Lacan avait compris très tôt que ce que nous appelons le moi contenait en germe la paranoïa. Pardon, comment? J'ai pas entendu. Lacan comprenait très tôt que ce que nous appelons le moi contient en germe, contient en soi le germe de la paranoïa. და ეს კონცეპტუალიზაცია რეალური სიმბოლური და წარმოსახვითი ლაკანის თელ შემოქმედებას გასდევს თავის ბოლო ნაშრომშიც და ლაკანი თავიდანვე მიხვდა რომ ისეთი სტრუქტურა რომელსაც ჩვენ ვწოდებ ფსიქოანალიზში მეს ლაკანისთვის თავიდანვე იმთავითვე შეიცავს პარანოიულ ჩანასახს, პარანოიულ ყლორტს, რომელიც ესე იგი ჟერმს ზუსტად ვთქვათ, რომელიც ვერ შეიძლება გადაიქცეს, ანუ მისთვის მე ფუნდამენტურად პარანოიული ინსტანცია. Et après, il y aura 2 temps dans l'enseignement de Lacan, à savoir sa théorisation du nom du Père et de la forclusion. Et puis, premièrement, théorie du nom du Père et de la forclusion. C'est le premier, oui, théorie du nom du Père. Et ensuite, il y aura, à partir des années 1970, les développements topologiques qui lui permettront de revoir encore une fois la question de la psychose. და ლაკანის შემოქმედებაში არის ორი დროც ფსიქოზის თეორეტიზაციაში. პირველი ეს არის, ესე იგი, მამის სახელისა და ფორკლუზიის საკითხი და 1970 წლიდან ის ცდილობს ტოპოლოგიურად გაადააზრებას იგივე საკითხების და ფსიქოზის. ესე იგი, როცა ქმნის ტოპოლოგიას, როცა ხატავს ამ ფიგურებს და ასე, რომელიც გაგებაჭვეც გვიჭირს. C'est-à-dire que la conception lacanienne de la psychose se déploie selon une logique structurale qui révolutionne l'approche psychiatrique traditionnelle. და ლაკანის სტრუქტურალისტური გაგება ფსიქოზის რევოლუციურია, რადგანაც ის თავდაყირა აყენებს ტრადიციულ მიდგომას ფსიქიატრიაში. Plutôt que de considérer la psychose comme un déficit ou régression, Lacan la théorise comme un mode spécifique de structuration subjective caractérisé par la forclusion du nom du Père. და ნაცვლად იმისა, რომ ფსიქოზი იყოს გააზრებული როგორც დეფიციტი და რეგრესია, ლაკანისთვის ეს არის სუბიექტის სტრუქტურაციის სპეციფიკური ფორმა, რომლის ცენტრალური ნაწილი არის მამის სახელის ფორკლუზია. Alors, il avait toute une clinique de son avancée théorique. Il a bien remarqué que cette forclusion produit des conséquences en chaîne. Par exemple, l'impossibilité d'assumer la médiation paternelle. Les 2 cas que je vous raconterai touchent à ça. L'impossibilité d'assumer la médiation paternelle. ანუ და ეს კლინიკა ფორკლუზიის ჯაჭვური რეაქცია აქვს ამას და ვლინდება ბევრ რამეში და ერთ-ერთი რაშიც ის ყველაზე ხშირად ვლინდება, ეს არის სუბიექტის შეუძლებლობა დაიკავოს მამის ადგილი ან ისარგებლოს მამის მედიაციით. ანუ მამა იყოს მედიატორი მისი სუბიექტის რეალობასთან ურთიერთობის. Et une défaillance de la fonction métaphorique dans le rapport au langage. და ამავე დროს ჩამოშლა სუბიექტის ენასთან მეტაფორული ურთიერთობისა, ანუ ენის დემეტაფორიზაცია. Comme on le dit souvent, la clinique de Lacan est une clinique du discours et pour la psychose, dans le discours du psychotique, il y a très peu de métaphores. როგორც ამბობენ, ლაკანიანური კლინიკა ეს არის დისკურსიული კლინიკა, ესე იგი სუბიექტი უსმენს ანალიტიკოს უსმენს პაციენტის დისკურსს და შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოტიკის ენაში არის ძალიან ცოტა მეტაფორა. არ მეტაფორიზირებს. De par le fait que la métaphore est une opération symbolique qui est écrasée par le réel de la psychose. მეტაფორა არის ის სიმბოლური ოპერაცია ენაში და ის ენობრივი სიმბოლიზაცია, რომელიც არის écrasée par le réel. რომელიც ფსიქოში რეალურის რეგისტრით არის გასრესილი, ესე იგი იჭყლიტება ეს. Freud disait რეალურის რეგისტრი გადაუვლის. Freud disait d'ailleurs très tôt dans son article sur l'inconscient dans Métapsychologie, en parlant de la psychose, il disait le psychotique traite les mots comme des choses. ფროიდი თავის ნაშრომში 1915 წლის ნაშრომია, რომელსაც არაცნობიერი
ლაპარაკობს ამაზე, ამ საკითხს ეხება და ისაუბრებს, რომ ფსიქოტიკი, შეხვდა და სქიზოფრენიასაც ასწავლებს. კენზე. რომ ფსიქოტიკი პაციენტი სიტყვებს ისე იყენებს, როგორც საგნებს, გასაგნებულად იყენებს მას და არა როგორც სიმბოლოებს. შოз არის ნივთი საგანი. Je vous donne un exemple dont j'ai parlé avant à mes collègues. Quand je travaillais en psychiatrie, il y avait un patient schizophrène qui, au moment d'une élection présidentielle, était très angoissé. Et alors, le personnel médical lui essayait de comprendre son angoisse. Et il s'expliquait très simplement. Il a dit, je regarde la télévision toute la journée, on parle des élections présidentielles, et chaque parti politique nous demande de leur donner notre voix. Et il disait, si je donne ma voix pour l'élection du président, comment je vais faire pour parler? Si je vais donner toute ma voix à chaque élection, comment? ჩვენ თქვით რომ ესე იგი ფსიქოტიკი ეს ფსიქოზის დროს ენა განიცდის დემეტაფორიზაციას, მეტაფორას ფსიქოტიკი იგებს სიტყვით პირდაპირ და სიტყვებს ეპყრობა როგორც საგანს. ოდნა მე მაქვს ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიული სინდრომი. მე ჩემი დინამია თუ ტექსტი რო არ მაქვს Alors, c'est pas je vais te dire. ანუ როცა ფსიქიატრიაში და ჩვენ ვკითხავთ ფსიქოტიკი ეპყრობა სიტყვებს როგორც საგნებს, როცა ფსიქიატრიაში მუშაობდი, იყო ერთი შიზოფრენიული პაციენტი, რომელიც განსაკუთრებით შფოთავდა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობდა და ის განსაკუთრებით შფოთავდა. და სამედიცინო პერსონალი დაინტერესდა მისი შფოთვის მიზეზებით, თუ რა იყო ასეთი შფოთვის გამომწვევი ამ ყოფაში, მან თქვა რომ მე მთელი დღე ვუყურებ ტელევიზორს და ყველა პარტია თხოვს რომ მივცე მას ხმა. ამ მის კანდიდატს ან სხვა კანდიდატს. და თუ მე მას მივცემ ხმას, მაშინ მე როგორ ვილაპარაკებ? მე რითი რა ხმით ვილაპარაკებ, თუ მათ მივეცი ხმა? და ანუ მას უნდა რომ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ხმის მიცემა მისთვის იყო ის, რომ მე ჩემ ხმას ვაძლევ სხვას და მე ვეღარ ამოვიღებ ხმას. Alors, Lacan, une autre dimension de Lacan, comme on l'a vu, après avoir montré que la psychose n'est pas forcément déficitaire, mais qu'elle est productrice de subjectivité. À partir de là, il prend Freud très au sérieux lorsque Freud disait déjà que le délire psychotique est une forme de guérison. Et Lacan a repris cette question en montrant que les phénomènes psychotiques que nous pouvons diagnostiquer ne sont pas forcément déficitaires, mais sont des solutions de restructuration subjective pour le patient. ანუ ესე იგი ლაკანი ლაკანი ამბობს რომ როგორც თქვით ჩვენ ფსიქოზი არ არის დეფიციტი, ჩამოშლა ან რეგრესია მხოლოდ, არამედ სუბიექტურობის წარმოქმნის, სუბიექტივაციის, რეპროდუქციის ფორმაც და უკვე ამ ეტაპზე თავისი სწავლების ის უკვე ისევ ეყრდნობა ფროიდს, როდესაც ფროიდი ამბობს რომ ფსიქოტური ბოდვა, ფსიქოტიკი პაციენტისათვის არის განკურნების მცდელობა, როდესაც რეალობასთან სუბიექტის ურთიერთობა არის ჩამოშლილი, ამ რეალობასთან ურთიერთობის რეკონსტრუქციის მიზნით სუბიექტი ანვითარებს ბოდვას და ბოდვით ურთიერთობს რეალობასთან. ანუ ეს არის ერთგვარი მცდელობა სუბიექტის განკურნების, ამიტომაც ლაკანი ამბობს ფსიქოზი არ არის დეფიციტარული ფორმა ფუნქციონირების, არამედ გამოსავალი კლინიკური და სუბიექტის რეკონსტრუქციის მცდელობა, ესე იგი რეკონსტრუირება. Alors, cette avancée théorique de Lacan a des conséquences sur la pratique. Ce qui intéressait Lacan, c'était comment
psychanalytiquement travailler avec un patient psychotique. D'où ce fameux texte dans les écrits, question préliminaire à tout traitement possible avec la psychose. Et ça, c'était une révolution. ეს თეორიული წინსვლა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფსიქოანალიტიკოსები ფროიდიდან მოყოლებული მნიშვნელოვნად იკავებდნენ თავს ფსიქოტიკ პაციენტებთან მუშაობისგან და ლაკანმა დაწერა ესეთი ნაშრომი, ესე იგი სტატია, რომელიც არის მის ნაწერებში, question préliminaire de toute შესავალი კითხვები ფსიქოზის მკურნალობის შესაძლებლობების შესახებ ფსიქოანალიზში, ესე იგი de tout traitement possible. რამდენად ხო, ესე ფსიქოზის მკურნალობის შესაძლებლობები ფსიქოანალიზში ესება. ცუდი თარგმანია, მაგრამ ეს აზრი ეს არის. C'est-à-dire que dans la pratique, pour un psychanalyste, il ne s'agit plus de corriger les productions délirantes, mais de comprendre leurs fonctions structurantes pour le sujet. და აქედან გამომდინარე უკვე ლაკანი ფსიქოანალიტიკურ პრაქტიკაში ხას უსვამს იმას, რომ ფსიქოანალიტიკოსის ფუნქცია ის კი არ არის, რომ მან შეასწოროს რაციონალურად ბოდვითი კონსტრუქტები და დაუწყოს პაციენტს ახსნა ან განმარტება იმის, თუ რამდენად არის მისი ბოდვა აცდენილი რეალობას, არამედ გამოიკვლიოს ის, თუ როგორ ასტრუქტურირებს ბოდვა სუბიექტის რეალობასთან ურთიერთობას და როგორია ამ ბოდვის მასტრუქტურირებელი ფუნქცია პაციენტისთვის. ნაცვლად იმისა, რომ დაშალოს ბოდვა, მას აინტერესებს ბოდვის მასტრუქტურირებელი ეფექტი სუბიექტის რეალობასთან ურთიერთობაში. Et de comprendre que le délire est une tentative de suppléance à ce qui fait défaut dans l'ordre symbolique. და იმის გაგება პაციენტთან, თუ როგორ არის ბოდვა წარმოდგენილი როგორც საყრდენი იმ გავიდეს ხალხი და მოვალ. ანუ და მეორე ნაწილი, რაც ფსიქოანალიტიკოსმა უნდა ესე იგი გაიგოს, თუ როგორ არის ბოდვა, როგორც საყრდენი სუპლიანს არის, როცა რაღაცას ეყრდნობი, როგორც ყავარჯენი, როგორც პროთეზი მაგალითად, იმ ჩამოშლის, რომელიც სუბიექტს აქვს სიმბოლურ რეგისტრში, ანუ სიმბოლური სიმბოლიზაციის ფუნქციას როგორ ეხიდება ბოდვა, როგორც Et cette conceptualisation nouvelle ouvre des perspectives nouvelles également, moins centrées sur l'interprétation de l'analyste que sur l'accompagnement des constructions suppléantes que le psychotique, que le psychotique élabore pour habiter le langage et le lien social. და აი ეს კონცეპტუალიზაცია თლიანად ცვლის აგრეთვე ლაკანიანურ მიდგომაში ფსიქოზის კურნალობის დროს პაციენტის ფსიქოტიკისადმი დამოკიდებულებას უკვე ნაკლებად ხდება ანალიტიკოსი ფსიქოზის დროს ორიენტირებული ინტერპრეტაციაზე, როგორც ამას ნევროში გააკეთებდა, არამედ ანალიტიკოსი ფეხთაფეხ მიყვება აკომპანიმანს, ესე იგი აკომპანირებას უწევს გვერდიგვერდ პაციენტს იმისათვის, რომ გაიგოს, თუ როგორ ახდენს ბოდვით და ფსიქოტური კონსტრუქციებით სუბიექტი მეტნაკლებად დაარეგულიროს თავისი ურთიერთობა რეალობასთან, განსაკუთრებით კი შექმნას სოციალური კავშირები და შეინარჩუნოს ენა, რომელიც იქნება მეტნაკლებად გასაგები სხვისთვის. Alors ensuite, on en arrive au deuxième axe de Lacan, qui est ce qu'on appelle le tournant topologique des années 1970. Vous savez, c'est là où il a commencé à construire le nœud borroméen et toute la question du nouage de la structure subjective. ამის შემდეგ მოდის უკვე მეორე თეორეტიზაცია ლაკანის ტოპოლოგი, რომელსაც ის იყენებს ტოპოლოგიას იმისთვის, რომ გამოხატოს ესე იგი თავისი კონცეფციები და მას შემოაქვს ბორომეული კვანძის ცნება ტოპოლოგიაში. ბორომეული კვანძი, ესე იგი გულისხმობს ესე იგი სამ
რგოლს, რომელიც განსხვავდება ოლიმპიური რგოლებისგან, სადაც 3 ერთმანეთზეა გადამული და თუ ერთი მოძრება, დანარჩენი 2-ით ჩამოიშლა. Et c'est là qu'il ouvre, je vais être plus court pour qu'on puisse parler de la clinique après, en 2 mots, mais on aura d'autres occasions peut-être de développer plus particulièrement cette clinique qui nécessite un maniement un peu topologique. Olivier Douville connaît très bien ça. On pourrait faire ça à 2 jours d'ailleurs. Hein. Mais oui, on ne sera pas 2 pour les 3. Parce qu'il faut prendre ça très, très précautionneusement pour essayer de comprendre, mais c'est hyper intéressant parce que quel est l'enjeu de cette clinique topologique? C'est qu'elle permet le nouage borroméen de RSI. Ça a permis à Lacan d'anticiper sur ce qu'on appelle aujourd'hui la clinique contemporaine, la nouvelle clinique de notre époque. Nous avons une nouvelle clinique de notre époque, et notamment concernant la psychose. Non. Hein? On a un tableau, donc peut-être on peut mettre le nœud borroméen. Vas-y. Quelqu'un a un feu? Non. ფლომასტერი ხო არ გვაქვს მარკერი? ბორომეული კვანძს დავხატოთ ესე იგი. On le fera dès qu'on aura le matériel. ეს არის Allez, Olivier. Alors, Non, mais continuez. ça, c'est un. Non, pas là-dessus. Oui, bien sûr. ანუ ეს არის ბორომეული კვანძი, 3 ბოლი R რეალური, სიმბოლური და წარმოსახვითი ერთმანეთზე არის. ეს ბორომეული კვანძი, ესე იგი, ამ 3 რეგისტრს შორის ნუაჟ გადაჯაჭვას, გადაერთებას უზრუნველყოფს და ერთის ჩამოშლა გულისხმობს 3-ვეს განცალკევებას და ორი სიტყვით რო თქვათ, ეს კლინიკა, ეს შემდეგი განვითარება ფსიქოზის ლაკანის ბორომეული კვანძის ესეთი რეპრეზენტაციით უმნიშვნელოვანესია, რადგან ის ჩვენ ბევრს გვეუბნება იმაზე, რასაც ჩვენ უწოდებთ დღეს ახალ კლინიკას, ჩვენი ეპოქის მოდერნულობის კლინიკას, რომელიც გულისხმობს იმას, თუ როგორ ახერხებს სუბიექტი, მოსაზღვრე თუ ფსიქოტიკი, თანამედროვე კლინიკაში, თანამედროვეობაში როგორ ახერხებს სუბიექტი ამ 3 კვანძის ავად თუ კარგად ერთმანეთზე გადაყვანას. C'est-à-dire que l'intérêt, ça c'est un modèle topologique, c'est un modèle mathématique. Il y a une partie de la mathématique qui s'occupe de ça. Hein, c'est très sérieux et c'est une structure mathématique donc, qui permet à un ternaire, réel, symbolique, imaginaire, de tenir ensemble une structure pour qu'elle ne foute pas le camp comme dans la psychose. C'est-à-dire que ça nous permet à nous de tenir ensemble notre corps dans son rapport au langage et dans son rapport à ce qu'il est impossible de dire et impossible de représenter qui est le réel. Ça tient. C'est toute la question du ça tient. Moi, c'est une question qui m'intéresse beaucoup. Quand je vais à une exposition de peinture, de tableaux, je me dis toujours, qu'est-ce qui fait que je pense que ce tableau, ça tient? Qu'est-ce qui fait que ça tient? Et qu'est-ce qui fait que nous-mêmes, nous tenons? Parce que lorsque nous ne tenons plus, quand on est dépressif ou malade, on reste au lit, on ne tient pas debout. Hein? Et l'homme malade ou la femme malade ne tient pas debout. Hein? On reste au lit. Et bien, ce qui nous permet de tenir debout, c'est ce nouage-là, qui est un nouage particulier, d'où le fait que c'est un tournant dans l'enseignement de Lacan, parce que c'est un nouage qui est très actuel, qui lui permet à Lacan de se passer de ce qu'il a appelé le nom du Père. C'est-à-dire que c'est un nouage, une subjectivité qui tient, comme c'est dit, c'est-à-dire que l'enjeu, c'est de repenser la structure. Regarde les yeux de Il Guigard. traduit. Voilà.
ანუ ეს ტოპოლოგია გულისხმობს აგრეთვე მათემატიკურ მოდელსაც და ამ დრო ახლა არ არის რომ ეს განვავითაროთ. ეს არის ტერნერ სამეული, ასე ვთქვათ, რომელსაც უჭირავს მთელი სტრუქტურა სუბიექტის ერთად, რომ თითოეული ნაწილი ცალ-ცალკე არ წავიდეს, არ დაიშალოს სტრუქტურა, როგორც ფსიქოზის დროს ეს ხდება დისოციაციის დროს და რომ სუბიექტმა შეინარჩუნოს მისი დამოკიდებულება საკუთარ სხეულთან, არ ჩამოიშალოს მისი სხეულის ხატი ენასთან და სხვასთან და რომ სუბიექტმა შეძლოს გარკვეული პოზიცია შეიმუშაოს ისეთ რეგისტრთან, რომლის თქმა შეუძლებელია და რომლის რეპრეზენტაცია და სიმბოლიზაცია შეუძლებელია, რასაც ლაკანი უწოდებს რეალურის რეგისტრს. ესე იგი, ეს კვანძი, ეს ასე ვთქვათ, გადაენაერთი შეიძლება ითქვას ამ სამის შესაძლებელს ხდის ამას. და აგრეთვე იმას თუ როგორ დგავართ ჩვენ ფეხზე, რატომ არ ვართ ლოგინად ჩავარდნილი, ან მაგალითად, როცა უყურებთ მუზეუმში ნახატს, როცა ნახატი საწიენ, ესე იგი ქაჩავს, ანუ როცა გვეხება რაღაცნაირად ის, ან ჩვენ მობილიზაციას ახდენს და ჩვენს ფეხზე ვდგავართ და უყურებთ ამ ნახატს, რა არის ის, რაც ქაჩავს ამ დროს, თუ არა ეს კვანძი, რომელიც გულისხმობს წარმოსახვითი სიმბოლურისა და რეალურის გადაკვეთის წერტილებს და სწორედ ლაკანს ეს კვანძი ბორომეული და ეს ტოპოლოგია შესაძლებლობას აძლევს, რომ ის გადავიდეს მამის სახელიდან, კი არ მიატოვოს, უბრალოდ გადავიდეს აი ამ ტოპოლოგიაზე და უფრო ღრმად გამოიკვლიოს ფსიქოზი და თანამედროვეობის კლინიკა, რომელიც ყოველთვის არ არის კლასიკური ფსიქოზი, ხო? C'est-à-dire que Lacan, dans les années 70, se trouvait confronté à un problème. Rappelez-vous, c'est les années où Deleuze sort son anti-Oedipe, hein, et où la question oedipienne était fortement contestée, hein, comme préliminaire de ce qu'on appelle aujourd'hui la chute du patriarcat et de la domination masculine. Et à partir de ce moment-là, Lacan se trouve confronté à la nécessité de repenser la structure psychotique au-delà de la simple opposition présence-absence du signifiant paternel. და ეს ტოპოლოგია შემოდის მაშინ 70-იან წლებში, როდესაც საფრანგეთში ჟილდელეზი, ფილოსოფოსი ფრანგი, წერს თავის ცნობილ ნაშრომს ანტიოიდიპოსი, სადაც ის ოიდიპოსის კომპლექსის უნივერსალურობას აყენებს სეჩქვეშ და ეს აგრეთვე ემთხვევა პატრიარქატის ჩამოშლას, მასკულინური დომინაციის და ლაკანი იხრება, ესე იგი, როგორც ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი და მას შემოაქვს ეს კონცეფტი იმისთვის, რომ ფსიქოზი არ განსაზღვროს მხოლოდ როგორც მამის აღნიშნელის მამის აღნიშნელის არსებობა, ესე იგი არ არის ფსიქოზი, არის ნევროზი და მამის აღნიშნელის არ არსებობა, ესე იგი არის ფსიქოზი. ანუ აი ამ შედარებით მარტივ კონსტრუქტს მამის აღნიშნელის არსებობა არ არსებობის იცვლის შედარებით უფრო რთული სისტემით, რომელსაც ქვია ბორომეული კვანძი. Et ce modèle topologique permet de concevoir comment un sujet peut tenir dans la réalité malgré l'absence du nom du père. და სწორედ ეს ტოპოლოგიური მოდელი აჩვენებს, რომ თუ როგორ შეუძლია სუბიექტს ეჭიროს თავი ამ სიტყვის ფსიქიკური გაგებით, ეს არ ჩამოინგრეს თანამედროვე სუბიექტს მამის სახელის ნორმალური ფუნქციონირების გარეშეც. Et il peut tenir grâce à sa créativité qui peut être mobilisée par le thérapeute accompagnant ce patient, hein, et c'est cette créativité qui va mettre un sparadrap, comme on pourrait dire, sur ce qui risque de se morceler dans la structure, hein, il puisse morceler la structure, et ce sparadrap, il a appelé les symptômes. და შემდეგი ბოლო განვითარება ლაკანის არის სემპტომ. ესე იგი სემპტომ არის ფრანგულად il faut que je quand même la définition სემპტომ არის სიმპტომი. სემპტომ პირდაპირ თორემ ნიშნავს წმინდა ადამიანს, მაგრამ ამავე დროს სემპტომ არის ძველ ფრანგულში სიმპტომის სახელი.
და ლაკანი და ჩვენ როცა ვიცით რომ ფროიდი ლაპარაკობს სიმპტომზე ნევროზში, როგორც ფსიქონევროლოგიურ სიმპტომზე, ლაკანი აქ რას ამბობს, რომ ეს ტოპოლოგიური მოდელი ჩვენ გვაჩვენებს იმას, რომ როგორ შეუძლია ფსიქოტიკი, ესე იგი სუბიექტი არ გაგიჟდეს, ესე იგი არ განავითაროს შეშლილობა და დარჩეს თავის სტრუქტურაში მეტნაკლებად ნორმალური ბორომეული კვანძის საშუალებით, როდესაც ეს კვანძი არის დაშლის პირას, მაგრამ როდესაც თერაპევტი მაგალითად პაციენტში კრეატიულობისა და შემოქმედებითი მუშაობის, ინტენსიური მუშაობის გავლით ამ კვანძს, რომელიც ეს არის, უნდა ჩამოიშალოს, სალტესავით შემოარტყამს დამატებით, როგორ თქვა, სალტეს, ხო? ხო, აი არ მაგალითად როცა არშიოს, როცა კედელს აქვს ბზარი გაჩენილი და დაამატებენ რკინის სალტეს, რო არ სარტყელი, დიახ, სარტყელს და აი სწორედ ეს სარტყელი არის ის, რასაც ლაკანი უწოდებს სემპტომ, ესე იგი სიმპტომატური გამოსავალი ფსიქოტური სტრუქტურის დროს, რომელიც თანამედროვე სუბიექტ დეკომპენსაციისგან იცოდა. Très bien. Bon, maintenant, très rapidement, comme on a le temps de discuter, je vais vous présenter ces deux cas cliniques qui sont des cas cliniques que j'appellerais des cas de psychose, mais de psychose qui n'ont plus rien à voir avec ce qu'on a connu ou ce qu'on connaît comme diagnostic de psychose dans la psychiatrie lourde. Hein? C'est-à-dire que ce sont des personnes qui pourraient être là parmi nous et qui sont complètement insérées dans la réalité, il n'y a aucune perte de la réalité, et qui pourtant manifestent une subjectivité dont est exclu, forclos, comme dirait Lacan, la question du père. ანუ და აუკვე სწრაფად წარმოადგენ აი ორ კლინიკურ შემთხვევას, სადაც ჩვენ ეს კლინიკური შემთხვევები არ გულისხმობს ფსიქოზის მძიმე ფსიქიატრიულ შემთხვევებს, როგორც ფსიქიატრიაში ილაპარაკებდნენ ფსიქოზზე, ისინი შეიძლება იყვნენ ჩვენ შორის, ესწრებოდნენ მათი ურთიერთობა რეალობასთან სრულიად შენახულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქმე ეხება პაციენტებს, რომელთა სუბიექტურობიდან გამოდევნილია ან ფორკლუზირებულია, როგორც ლაკანი იტყვის, მამა. Alors, ce sont deux femmes qui sont mes patientes, on a passé des séances et des séances à essayer de comprendre ce qui se passait, l'une avec son mari et l'autre avec son compagnon. საქმე ეხება ორ ქალს და მათ ისტორიებს, რომელიც ერთს ეს ისტორია აქვს თავის ქმართან და მეორეს თავის კომპანიონთან. La première patiente qui était mariée avec son mari, elle avait un désir d'enfant, elle voulait un enfant. Son mari, qui avait un père psychotique, qui est décédé depuis, gravement psychotique, le père déjà, son mari ne pouvait pas répondre à son désir d'enfant. Il ne pouvait pas. Alors, ce qui est intéressant, c'est la solution qu'il a trouvée. On ne peut pas imaginer cette solution si on ne l'a pas entendue. C'est il, le mari. ანუ საქმე ეხება ესე იგი პირველ შემთხვევაში პაციენტ ქალს, დაქორწინებულ ქალს და ქალს, რომელსაც აქვს ბავშვის ყოლის სურვილი. თავისი ქმრისგან, რომელსაც მამა ყავდა მძიმე ფსიქოტიკი და ქმრისგან, რომელსაც არ შეუძლია ქალის ამ სურვილს, რომ მან მისცეს ბავშვი, გასცეს პასუხი. ვერ პასუხობს. მაგრამ ამ კაცმა იპოვა სხვა გამოსავალი. Alors pour lui, c'était très clair. C'était très clair que sa femme pouvait satisfaire son désir d'enfant avec un donneur anonyme ou éventuellement avec lui, mais que lui ne veut pas lui ne sera pas le père de cet enfant. Hein? Il veut bien s'occuper de l'enfant plus tard, mais il ne veut pas être son père.
Compassion, c'est pas son mari. Non, c'est la patiente qui parle de son mari. ანუ აქ პაციენტი ქალი ლაპარაკობს თავის ქმარზე, ესე იგი ნათელია ამ კაცისთვის, რომ მის ცოლს შეუძლია დაიკმაყოფილოს სურვილი ბავშვის ხოლის სპერმის დონორისგან ან მისგან, როგორც არ უნდა მოხდეს, დონორი იქნება ეს თუ თვითონ იქნება ბავშვის მამა, თავისი ცოლის, მან იცის ზუსტად რომ მის ვერ შეძლებს იყოს ბავშვის მამა, ესე იგი დაიკავოს მამის ადგილ. Alors, ce qu'il a. Il a trouvé cette solution que la femme peut trouver un donneur, hein, Oui, et comme ça satisfaire son désir d'enfant, oui, alors que lui, comme ça, il échappera à cette oui. soin d'occuper là. C'est ça sa solution. Non, c'est pas fini. C'est pas Non. fini. c'est Oh, pas ah non, c'est gros. fini. Oui. Oh, non, c'est lui, il peut occuper la place. Attends, j'explique. Ok, J'explique. Oh, ah oui, C'est-à-dire que ça va plus loin que ça. C'est-à-dire qu'il a proposé à sa femme il lui a proposé de divorcer pour qu'il n'y ait aucune responsabilité de sa part pouvant le reconnaître comme père de cet enfant qu'elle ferait avec un donneur de sperme. Hein? Même dans le cas de donneur, il ne prend pas aucune responsabilité. Aucune. Ouais. Aucune Oh. responsabilité de père. ანუ მან შესთავაზა ამ კაცმა თავის ცოლს განქორწინება. რადგანაც თქვა რომ მე არავითარ პასუხისმგებლობას მამისა არ ავიღებ არც დონორის შემთხვევაში და არც მე რომ ვიყო ბიოლოგიური მამა. Il divorce. Après, si elle met au monde cet enfant, il lui propose de se remarier. Elle met au monde l'enfant. Non, c'est le scénario pour l'instant. Si elle met au monde un enfant avec donneur, pendant qu'elle est divorcée, donc lui, c'est pas le père, ils pourront se remarier, il s'occuperait de cet enfant, mais il ne veut pas endosser, il ne veut pas être considéré ou reconnu comme étant le père de cet enfant. და ის დაშორდა თავის ცოლს, ისე დივორსე აღიარეთ. ისე დივორსე აღიარეთ. Et pour l'instant, c'est un scénario. ხო, არა, ჯერჯერობით არის სცენარი. მან შესთავაზო რომ გავშორდეთ, შენ გააჩინე ბავშვი დონორისგან, ამის შემდეგ გარკვეული რამოდენიმე თვის შემდეგ მე დავბრუნდები, ხელახლა შევუგლდეთ და ვიყოთ წვილი ისე რომ მე ყოველგვარ პასუხისმგებლობას მოვიხსნი მამობრიობისგან. ანუ ისევ თავის აზრით გასოღონდ ბავშვის გაჩენის პერიოდში და მუცდათყოფნის და განაყოფიერების მე ოფიციალურად ვიქნები შენსგან, ესე იგი შენ გაშორებ. არა, მამის მოვლა იგულისხმება, მაგრამ მამის პასუხისმგებლობას არ მივიღე. C'est-à-dire qu'il voulait bien être l'éducateur de cet enfant, mais il ne pouvait pas accepter d'être reconnu symboliquement responsable de cet enfant. ანუ, ფაქტიურად ამ კაცს სურს და მას ის თანახმარო იყოს აღმზრდელი ამ ბავშვის, მაგრამ ის არ იღებს პასუხისმგებლობას სიმბოლურად დაიკავოს მამის ადგილი. C'est-à-dire, Éducateur, ესე იგი აღმზრდელი როგორც მიაბარო ბავშვი. on pourrait dire simplement, c'est un homme qui avait un savoir inconscient sur sa structure qui lui faisait dire qu'il ne pouvait pas, parce qu'il ne pouvait pas s'identifier au signifiant père. Oui, et être identifié. ანუ ფაქტიურად საქმე ეხება მამაკაცს, შეიძლება ითქვას, რომელმაც არაცნობიერად იცის, გრძნობს, რომ მას გააჩნია ისეთი სტრუქტურა, რომელიც მას შესაძლებლობას არ მისცემს იდენტიფიცირდეს აღნიშნულთან მამა. და ის, ესე იგი, თავს იცავს იმ რისკებისგან, რომელიც შეიძლება ამას ახლდეს. C'est-à-dire, c'est ce qu'on appelle une forclusion, ça. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვწოდებთ ფორკლუზიას მაგის სახით.
Et cette jeune femme, petitement quarantaine d'années, elle était d'accord avec ce scénario. Elle aurait pu l'accepter. Mais elle s'est rendue compte, elle a mis beaucoup de temps à se rendre compte que de toute façon, son mari ne voulait rien de tout ça. Et ils ont divorcé réellement, et chacun fait sa vie maintenant. Hein. და ეს ქალი ახალგაზრდა ქალი 40-ოდე წლის თანახმა იყო ამ სცენარზეც, მაგრამ ქალი რომელიც არის კრისიანის პაციენტი, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ საბოლოოდ გააცნობიერა ამ ქალმა, რომ ამ კაცს საერთოდ არ უნდა ამ თავგადასავალში გახვევა და გაშორდნენ ერთმანეთს და ცხოვრობენ ცალ-ცალ. Mais depuis le divorce, cet homme vit tout à fait normalement comme vous et moi. Hein? Cet homme vit normalement aujourd'hui comme vous et moi. Si tu le vois, tu ne pourrais pas dire c'est un psychotique. Hein? Il vit normalement. Tam განშორების შემდეგ ეს კაცი ცხოვრობს სრულიად ნორმალური ცხოვრებით, რომ ნახოს კაცი ვერაზრო სიტყვი, რომ ის არის ფსიქოთური სტრუქტურის ან რაიმე ფსიქოსთან ახ. Et le deuxième cas, rapidement. Le deuxième cas est plus simple. Mais vous voyez, juste un mot encore. Cette femme a mis des mois, peut-être des années, à reconnaître que son mari, Premier cas. Oui, le premier cas. Que ce que son mari lui proposait était une folie. Elle ne reconnaissait pas cette folie de son mari. Il lui a fallu des mois et des années pour reconnaître qu'il était probablement psychotique. Hein. Et c'était un psychologue. Hein. ეს ქალი ფსიქოლოგი იყო და ისევ პირველ შემთხვევას ისევ პირველ შემთხვევას რომ დაუბრუნდეთ, ამ ქალმა ფაქტიურად მრავალი წელი დახარჯა იმისთვის, რომ გაეგო, რომ ის რასაც ეს ქმარის თავაზობდა, მას იყო უბრალოდ სიგიჟე. ესე იგი, ზაგ დონორთან გავშვებდეთ, მე ისე შედა. ის იყო უბრალოდ სიგიჟე. Le deuxième cas est plus simple. მეორე შემთხვევა უფრო მარტივია. Je vous le donne juste pour montrer que c'est très courant dans notre société d'aujourd'hui, ça. Hein? და ის, რასაც მე ახლა გაჩვენებ, ეს ძალიან გავრცელებულია დღეს ჩვენ საზოგადოებაში. Une femme est avec un compagnon qu'elle aime, il y a un amour réciproque, ils vivent ensemble depuis des années, elle veut avoir un enfant, le monsieur lui dit « je ne veux pas d'enfant ». Alors lui, il a été élevé par sa mère et il n'a jamais vu son père. Il ne sait pas ce que c'est qu'un père. Voilà, il ne sait pas ce que c'est qu'un père parce qu'il n'a pas connu, dans son éducation, un père, hein, pour lui. Hein. Donc, il ne peut pas occuper cette position de père. და ანუ აქ უკვე ეხება ისევ ქალის შემთხვევა, მეორე შემთხვევა ის ცხოვრობს თავის კომპანიონ მამაკაცთან, მათ ერთმანეთი უყვართ, ეს სიყვარული არის გაზიარებული და ამ ქალს უნდა ბავშვი. და ის თხოვს ამას ცხადი ამ კაცს არ უნდა ბავშვი და ის უარს ამბობს ამაზე. ეს არის მამაკაცი, რომელიც არის დედის გაზრდილი და რომელსაც არასდროს თვალით არ უნახავს მამა. არიც და საერთოდ არ იცის რა არის მამა. ფაქტიურად და მას არ შეუძლია დაიკავოს მამის ადგილი. Et cette femme accepte cette situation. Elle reste avec cet homme qui lui propose de faire un enfant avec un donneur anonyme. Lui ne veut pas symboliquement prendre la responsabilité de l'enfant et donner son nom à cet enfant. C'est quand même ça. Hein? Symboliquement, il n'y a rien qui répond chez lui au devenir père. Ça ne lui parle pas. Hein? Vous voyez, ça n'existe pas pour lui-même. Hein? Donc, il accepte que cette femme fasse un enfant toute seule, comme on dit, dont il s'occupera comme éducateur, mais pas comme père. C'est-à-dire, symboliquement, il ne peut pas s'identifier à la fonction paternelle. Donc, voilà deux cas qui sont des cas d'aujourd'hui, et je pense qu'on trouve beaucoup de cas comme ça. Vraiment, c'est vraiment très fréquent, extrêmement fréquent. Les gens, mais ils quittent le couple. Souvent, ესკალი მიიღებს ამ მეორე შემთხვევაში, მიიღებს ამ სიტუაციას
და თანახმაა რომ დონორისგან არა, კაცის თავად ხა, დონ. ხო, კაცი იქაც ეს იყო, კაცის თავზე და დონორისგან თანახმაა, ეს ქალი იმდენად უყვარს ეს მამაკაცს, რომ შეინარჩუნოს, დონორისგან გააჩინოს შვილი. მაგრამ ამ შემთხვევაშიც მამაკაცის პირობა არის ის, რომ ისის თანახმა ამაზე, მაგრამ ის ამბობს, მე ვერ დავიკავებ მამის ადგილს და ვერ მივცემ მას გვარს და ვერ აღასრულებ პასუხისგებლობას, ხო, მამის ფუნქციას, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ კაცის შემთხვევაშიც მამა ხო, იმას რომ მას არ შეუძლია იდენტიფიცირდეს სიმბოლური მამის აღნიშნულთან, რომ მის სიმბოლურ და ენობრივ სალაროში არაფერი მოიპოვება ისეთი, რაც მას საშუალებას მისცემს საკუთარი თავი დააიდენტიფიციროს როგორც მამა. ხო, და ხო, გავზრდი, კი ბატონო, ვიქნები მისი აღმზრდელი, მაგრამ არა მამა. და კრისტიანი ამბობს და მეც დავეთანხმე, რომ დღევანდელი კლინიკა არის ძალიან ხშირად, ესე იგი, ზუსტად მსგავსი შემთხვევებიც აქვს, როცა მამაკაცი ამ დროს შემთხვევაში საერთოდ გარბის ავქუდი მოგლეჯილი. Donc voilà, je termine. Voilà donc deux situations de notre époque qui ne répondent pas aux descriptions de psychose qu'on a eues jusqu'à présent. Pourtant, on sent bien qu'il y a quelque chose de cet ordre-là. Ça fait partie de la clinique de notre modernité, ce qu'on appelle la nouvelle clinique. Et je pense que quelqu'un comme Lacan, s'il entendait ça, il se retournerait dans sa tombe. Parce que c'était impossible à imaginer à l'époque. Mais aujourd'hui, nous avons cette clinique-là. Ah non. Voilà, ჩვენი ეპოქა, ბარემ გადავთარგმნით, ჩვენი ეპოქა ფსიქოზის აღწერილობას კლასიკურს ხშირად კლინიკური შემთხვევები არ ემთხვევა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ გული და სტრუქტურის დონეზე საქმე გვაქვს ფსიქოსთან, სწორედ მამის საკითხის თავის არიდების პრობლემატიკას გათვალისწინებით. ამას უწოდებთ ახალ კლინიკას, მოდერნულობის კლინიკას და ლაკანს რომ ენახა რაც ხდება დღეს, ის ალბათ საფლავში ამოტრიალდებოდა. მადლობა პირველ რიგში. მაგრამ ჩემი კითხვა ერთება ისევ მოდერნულობის კლინიკას და ამ შემთხვევაში მაინტერესებს მამის საკითხი როგორ უკავშირდება პოლიტიკურ საკითხს და სახელმწიფოსთან გამოდიებულებას ექცესებს. იმიტომ რომ რაც ისეთ ფაქტია და ამ პარალელურად არის რადიკალური თურქები რაც უფრო აქტუალური ხდება, მათ შორის რადიკალური მაგალითად ამ შემთხვევაში დავუკვირდებით რადიკალური მემარცხენე ჯგუფები. მათი დამოკიდებულება კონკრეტული საკითხის მიმართ ძალიან ხშირად იცდება ხოლმე რაციონალობის საფარგლებს და უფრო მეტად რა თქმა უნდა სხვა ტიპის მოვლენებთან ხალხს საქართველოს დაგფიცი ვერბალიზებას მამაზე გაბრაზების ნაწილი, როგორც მამაზე გაბრაზება, რომელიც იკადება სახელმწიფოს გაბრაზებაში, სახელმწიფოს გაბრაზებაში. თუ მამის ძიება გამეკეთება იმაში, რომ ისინი ითხოვენ სახელმწიფოსგან უფრო მეტ ჩართულობა, რომ პას უფრო მეტ დახმარება. ეს არის მოხმობა პირდაპირ. მამაზე გაბრაზება. იმიტომ რომ ძალიან ხშირად როცა რაღაცას ითხოვენ, სოციალურ კონტექსტში, პოლიტიკურ კონტექსტში, არასოდეს არ გამოგდებიან თუნდაც იდეალური შედეგი რომ იყოს და რა გასწინდა ნიშნავს ამ კონტექსტში. Tant mადლობა თქვენი კითხვისთვის. Je vais essayer de traduire Christian la question de notre collègue. Elle vous remercie tout d'abord. Et sa question c'est sur la clinique de la modernité aussi, concernant à la modernité, à notre temps. Elle dit la question du père, comment ça s'articule avec la politique et avec la position de certains groupes par rapport à l'État, aux hommes politiques, etc. Parce que
ces derniers temps, nous voyons beaucoup de groupes radicaux, radicalisés, par exemple de droite ou de gauche, et leur position par rapport aux pairs, aux systèmes gouvernementaux ou aux figures politiques, de temps en temps, peut être assez un peu folle. Est-ce que c'est la colère et le rage contre le père ou est-ce que c'est plutôt une sorte d'appel au père? Parce que souvent, aucune réponse ne leur satisfait et ils sont toujours en guerre. Mais qu'est-ce que c'est? Est-ce que c'est le désir comment dire, attaquer le père ou appel au père ou demande d'être protégé, etc. Dans le contexte politique et dans le contexte de groupes radicales qui occupent les positions politiques plus ou moins radicales. Oui, je vous remercie pour cette question qui est excellente. Je vais essayer d'y répondre rapidement pour que ça puisse tourner un peu dans la discussion. Je pense que la façon, vous présentez très bien les choses. C'est une question actuelle et la radicalité politique, est-ce qu'elle a comme objectif le père, comme objet de rejet ou de destruction, ou est-ce que c'est un appel au père? Ça, c'est une façon oedipienne de poser la question. Vous voyez, c'est vraiment une façon oedipienne de poser la question politique. Et je pense que nous sommes au-delà de ça aujourd'hui. Au-delà, ça ne veut pas dire... Je vais traduire avant tu vas enchaîner. მადლობა ამ შესანიშნავი კითხვისთვის. მართლა ძალიან კარგად, რომელიც თქვენ ძალიან კარგად წარმოადგენთ და ეხება პირდაპირ საკითხს, პოლიტიკური ჯგუფების რადიკალიზაციას და ასე შემდეგ. საქმე ეხება თქვენ როგორც ამბობთ, მამის გაგდებას, მამის მოშორებას, მამის დესტრუქციას თუ მამის მოხმობას და მამის პროტექციის და იმის და ის თუ როგორც ვსვამთ თქვენ კითხვას, ეს არის ოიდიპოსურად დასმული კითხვა სუბიექტის ნევროზში. მაშინ, როდესაც დღეს საქმე ეხება სხვა, ესე იგი, სხვა სიბრძნეს. ამ საკითხთან დამოკიდებული, პოლიტიკის და რადიკალურ ჯგუფებთან დამოკიდებულებას. Aujourd'hui, il me semble que nous sommes au-delà de cette question. Par exemple, j'ai travaillé sur la question de la guerre, Olivier aussi. Aujourd'hui, nous sommes dans une autre forme de guerre, des guerres oedipiennes, on pourrait dire, dans le sens où nous sommes dans ce que les Grecs déjà appelaient la guerre de destruction, où il s'agit de détruire l'autre. Quand Trump dit « je vais détruire la civilisation iranienne », vous voyez, on est dans une situation de destruction de l'autre. ანუ ის როგორც თქვენ სვამთ კითხვას, ეს არის როგორც თქვით ოიდიპოსური, რადგანაც ეს არის რომ შეუტიო მამას თუ მოუხმო მას და მოვთხოვო მას რამე, მაშინ როდესაც ჩვენ დღეს ვართ სხვა სიფრთხეში, არა მამის სიძულვილის, ან მისი სიყვარულის, არამედ სრული დესტრუქციის, იმიტომ რომ ომები, რომლებსაც ჩვენ ხედავთ დღეს, ეს არ არის ოიდიპოსური ომები, სადაც არის მეტოქეობა სიმბოლურ რეგისტრში, არამედ სხვისი სრული განადგურების ომები, მაგალითად, როდესაც ტრამპი მოუწოდებს, რომ ჩემი მიზანია მე გავანადგურებ ცივილიზაციას და ასე შემდეგ. Alors, il y a une petite chose chez Lacan qui peut nous aider à réfléchir à ça. Il parle à un moment donné du désir fou. Lacan dit il y a des désirs qui sont fous. Et un désir fou, c'est un désir qui ne rencontre aucune limite. და აქ შეიძლება მოვიყვანოთ ლაკანის ეს გამონათქვამი, ლაკანი ლაპარაკობს, რომ არსებობს გიჟური სურვილი, უფრო დეზირფუ შეიძლება თქვას სურვილი, რომელიც არის რაღაც გიჟური, რომელიც განადგურებაში და დესტრუქციაში არავითარ ლიმიტებს არ ცნობს, ესე იგი. Parce que anthropologiquement, on pourrait dire qu'est-ce qui limite un désir pour qu'une société soit possible? C'est l'interdit de l'inceste, l'interdit du meurtre. ანთროპოლოგიურად რომ თქვათ, რა არის ის, რაც აჩერებს სურვილს და აჩერებს ლტოლვას, თუ არა
აკრძალვა ინცესტზე და აკრძალვა მკვლელობის აქტზე. ეს ორი ფუნდამენტური აქტია, რომელიც საზოგადოებას აფუძნებს და რომელიც ჩემი სურვილის აბსოლუტური დიქტატურის limitatsiაზე გადის. Et si l'interdit du meurtre saute, bon, hein, nous sommes plus dans une société humaine, nous sommes dans une société vétérinaire, on pourrait dire. და თუ კი აი ამ ორი ფუნდამენტური აკრძალვიდან მკვლელობის აკრძალვა ამოვარდა, ჩვენ ადამიანთა საზოგადოებაში შეიძლება ვთქვათ, რომ აღარ ვცხოვრობთ, არამედ ვეტერინარულ საზოგადოებაში, ესე იგი, ცხოველები, ვთქვათ, რომ ბუნების ცხოველთა კანონის Et je voudrais ajouter quelque chose. Bon, je pense toujours, comme le dit Lacan à un moment donné, c'est pas l'un sans l'autre. C'est pas parce qu'il y a une volonté de destruction aujourd'hui dans notre modernité que pour autant il n'y a pas des fonctionnements oedipiens. ერთი მეორეს არ გამორიცხავს, რადგან ჩვენს მოდერნულობაში, თანამედროვეობაში არის ვოლონტეს ნება, ძლიერი ნება, სურვილი დესტრუქციის და განადგურების, ეს არნიშნავს იმას, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი ოიდიპალურ მოდელზე არ ფუნქციონირებს, სადაც არის აკრძალვა მამის კანონი და ასე შემდეგ. Il y a d'autres questions, il y a d'autres questions. Tu cherches les questions. ჩემი კითხვა ეხება თქვენს მიერ წარმოდგენილ кейსებს და განსაკუთრებით მეორე кейსი, რაც ქართულში ალბათ ძალიან ხშირი არის. შეგვიძლია თუ არა მსგავს შემთხვევებში, შეიძლება ცოტა ვთქვათ, მსგავს შემთხვევებში, მაინც ვისაუბროთ პერვერსიის სტრუქტურაზე, ოღონდ პერვერსიის სტრუქტურა, რომელიც ძალიან უახლოვდება ფსიქოლოგიურ Je voudrais vous poser une question par rapport à ces deux cas cliniques, surtout au deuxième cas clinique qui est assez fréquent vraiment dans l'expérience quotidienne clinique. Est-ce qu'on peut dire que dans des situations pareilles que tu as décrites dans ces deux cas, la structure peut être assez proche de la structure perverse qui limite à la psychose ou quelque chose comme ça, entre la perversion et la psychose, parce que ça peut être la limite. Oui, c'est une chose à réfléchir, c'est sûr. C'est une chose à réfléchir, mais dans ces deux cas-là, j'ai pas vraiment pensé à la perversion, mais c'est à réfléchir. Hein. Comment dire, c'est plutôt, si vous voulez, j'ai pensé à une chose qui est très cruelle chez l'être humain et par le fait que nous avons un inconscient. J'ai pensé à la chose suivante, c'est qu'on ne peut pas transmettre ce qui ne vous a pas été transmis. À ces deux garçons, la question être père n'a pas été transmise. Hein? Il y a un trou à l'endroit de ce que ça veut dire être père. Hein? Et ça se repère cliniquement. Ça, mon vieil analyste me l'a fait comprendre. On repère qu'il y a quelque chose, un père qui est inscrit dans la structure à partir du moment où il y a un idéal du père. Et chez ces garçons, il n'y avait pas d'idéal du père. C'est plutôt un trou dans la structure, une perversion. Mais je pense qu'il y a des situations où il y a pas de perversion, bien sûr. მსგავს შემთხვევებში შეიძლება საქმე ახალოს პერვერსიას, მაგრამ არა ამ ორ შემთხვევაში, ამას ამბობს არ ფიქრობ, მაგრამ დასაფიქრებელია თქვენი კითხვა, მაგრამ მე ამ ორ შემთხვევას დროს არ მიფიქრია პერვერსიაზე, მაგრამ შეიძლება ძალიან სასტიკი რამ იყოს სამყაროში, რაზეც მე დავფიქრებულ ვარ და ეს სწორედ იმიტომ რომ გვაქვს არაცნობიერი, რაც გულისხმობს იმას, რომ ის რაც ჩვენ არ გადმოგცემია სხვისგან, ჩვენ ამ რაღაცას ვერ გადავცემთ სხვას. და შეიძლება ითქვას, რომ ამ ორ შემთხვევაში იქ სადაც უნდა ყოფილიყო მამის ფუნქცია იყო ხვრელი, ანუ სიცარიელე და ჩემ ანალიტიკოსმაც ეს ხშირად ესე იგი უთქვამს შემთან, არის რაღაც, რაც ეხმარება სუბიექტს, რომ ჩაეწეროს მამის სახელის ჩაწერა მოხდეს და ჩაეწეროს როგორც მამა, როგორც შვილი და ასე შემდეგ და ეს რაღაც არის მამის იდეალი. იდეალ du père.
ესე იგი, თუ ეს იდეალი არ არის, ძნელია რომ ჩვეულებრივ მამას და ამ მამაკაცებთან საერთოდ არ იყო მამის იდეალი. ესე იგი, შეიძლება რეალური მამა არ იყოს, საერთოდ არ ყავდეს ბავშვს და ასე შემდეგ, მაგრამ არ ვიცი, ხო იყოს იდეალი მამის ფიგურა არსებობდეს და აი ამ ფიგურის საზოგადოებაში თუ სუბიექტის ცხოვრებაში სრული არ ყოფნა მამის სახელის ტრანსმისიას თაობიდან თაობაზე ვერ განაპირობებს, რომ ვერ მივიცემ იმას, რაც არ მაქვს მე. Aia, თქვენ მოდათ კითხვა კი? მე თქვენ კითხვა მე ხალხი. და როგორ დაუკავშირებდა როგორ შეგვიძლია დაუკავშიროთ ეს ტრანსმისიის კანონს, ხო, ან ფილიალის კანონს. მოვაზე რაღაც ერთი მხრივ და მეორე მხრივ თუ რა საფუანის მოახსენა გამარტება თქვა რომ მამისგან გადაჭირდა ელოდის ბავშვი არის რომ მან ხანი დაუჭიროს მას სულში ხო და ერთი მხრივ მე მგონი ეს იყო არა მოგწესო მე უბრალოდ ვეღარ განაცხადი და აზრი არ იყო სიმპტომს ამბობენ ვაც შეუძლია ამ ფუნქციის თავისთავად აღება. ეს ამხანაგებს, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში რატომ ამ შემთხვევაში მაშინ როგორ არის რა უნდა გვიგროთ ისევ მოკლედ აი ამ ფილიაციის კანონთან, იმიტომ რომ გაგამწოლა, იმიტომ რომ ამ кейსებში რომელიც მოვიყვანე, ხო? ვლაპარაკობთ თითქოს აუცილებლად ფსიქოზზე, იმიტომ რომ ან გაუჭირდება იყო მაგალითად აი ამ მამის კანონთან და ვთქვათ მამის მეტაფორასთან, მაგრამ თითქოს ბორმეული კვანტის და ამ ბიზნეს ხარჯებში იგივე და ეკოლოგია თითქოსზე რა On a parlé d'une aide borroméenne et de symptômes, et la solution symptomatique de tenir ces nuages. Et on a parlé de la transmission et de filiation, que le père c'est garantit la transmission et la filiation et l'inscription. Et on a dit aussi que au début que la psychose c'est justement l'échec de la métaphore paternelle et que le père doit soutenir son fils dans quelque chose pour qu'il s'oriente un petit peu dans la vie et ან ბორომეული ბანკის შემთხვევაში, ხო, ეს ხო, ამის ჩანაცვლება ხდება განმარტების, ამ ასე ვთქვათ, მამობრივი მეტაფორასთან მიმართების განმარტების. ამ განმარტების ჩანაცვლება ხდება, იმიტომ რომ ვთქვათ, Oui, et quand on a parlé de notre borroméenne, on peut dire que on a remplacé la première définition du père et de sa fonction par celle de Borroméenne. Oui, pour transcender, c'est-à-dire pour un peu transcender la question du père au début de l'enseignement de Lacan, avec son développement, avec la suite, avec les récits et le Borroméen. Et dans le cas, un patient qui c'est juste à tromper, juste. შემოქმედებით მოდელობაზე მოიხსნე ალკაშექი მებრძოლობა, ეს ხო არ არის აუცილებლად. ეს ხო ზუსტად კვალიტეტის Si on parle de la métaphore paternelle, du nom du père, de conclusion du nom du père, alors que dans le cas de ce patient, on a parlé plutôt de ce nœud
de scènes romaines. Alors, comment on peut concevoir ces deux patients comme psychotiques? Oui, oui, c'est-à-dire que dans une structure borroméenne avec un symptôme, qu'est-ce que c'est que le symptôme? La première définition que donne Lacan dans son séminaire sur le symptôme, il dit le symptôme, c'est ce qui vient signifier tout, mais pas ça. Je peux accepter toutes les jouissances, mais pas celle-là. Hein, c'est-à-dire que le symptôme vient limiter, malgré tout, l'exercice des jouissances. Hein? Et chez ces deux garçons, chez ces deux hommes, c'était ça. Tout, mais pas être père. Vous voyez? ანუ თუ ჩვენ დავუბრუნდებით ლაკანის სემინარში სემპტომის პირველ განმარტებას, სემპტომატური, ესე იგი გამოსავლის კლინიკურის, ეს არის რომ ლაკანი ამბობს, სემპტომი ნიშნავს იმას, რომ სუბიექტს შეუძლია მიიღოს ყველაფერი, ტბობის ყველა ფორმა, რეალიზაციის ყველა ფორმა, მაგრამ არა ეს, მე პასა, ოღონდ არა ეს. და ეს სემპტომი მუშაობს როგორც ოღონდ არა ეს როგორც მაგალითად ამ ორი პაციენტის შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებ შენთვის, ყველაფერზე თანახმა ვარ, მეყვარები და ასე შემდეგ, ოღონდ ნუ მომთხოვ ამას. ესე იგი, ეს არის სიმპტომატური, ესე იგი, სადაც ნაკლის არ გარკვეულია. გამოაცხადეთ ასე. აი ბატონს ხონდა ერთი კითხვა და la publique est très მწინარ ყოვლისა დიდი მადლობა ძალიან საინტერესო ლექციისთვის. ესე წავიდეთ, ხო? მოკლე შეგიძლია კი. არა, კიდე თქვი. ჩემი სახელია ნოდარ თოფურიძე და არა ვარ პროფესიონალი ფსიქოლოგი და ამ კითხვისთვის მადლობელი ვიქნები თუ არ დამისწრეს დაბას. ამასთანავე გავიცანი საფრანგეთის ძალიან დიდი შვილი და დაემთხვა ისე რომ ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ ფრანგები ჩამოდიან ფსიქოლოგებიო და კითხვას დაუბრუნდეთ უფრო კონკრეტულად, ვიცი რომ ისტორია შეიძლება პრეისტორია ეს ძალიან დიდი, მაგრამ მალე უნდა მოკლედ ჩემი კითხვა ეხება თქვენი ლექციის პირველ ნაწილს. სადაც გავიგე რომ ფსიქოზის შემთხვევაში თითქმის არ არსებობს მეტაფორა. და უცბად დამემართა მოკლე ჩართვა, როგორც გინგერი ამბობს რა. გამახსენდა რომ ამ ფრანკს ქვია ჟერარ დე ნერვალი, რომელიც არის ფრანგული მეტაფორის მამა. რომელ ფრანკს? ჟერარ დე ვიზეც თქვი თავი და ისტორია რომ თქვენმა ბიჭმა გითხრათ რომ ის ვანი უბრალოდ გავიცანი ჟერარ დე ნერვალი, რომელიც არის მეტაფორის მამა, ფრანგული მეტაფორის მამა, რომელიც ფსიქოს კურნალობდა მინიმუმ 8 ჯერ და უცბად გავიგე რომ ფსიქოზის შემთხვევაში თითქმის არ არსებობს მეტაფორა და თუ შეიძლება ეს როგორ ფსიქოს კურნალობდა ეს ჟერარ დე ნერვალი? თუ ის ვინა ეს მე არ ვიცი ამ პოეტია და თვითონ კურნალობდა ფსიქოტიკებს თვითონ თავის თავს ჭირდა საუბრობდა რა სამა და ფსიქოს და გავიგე თქვენ ისე მოუარეთ ნუ 2 საათი რომ თან მე უკვე თულად თანწყობილი წინადადებით გაკეთებთ ხოვეთ კი არა პირიქით თქვენ კითხვა Oui, c'est-à-dire, nous avons dit que dans le langage de psychotique, on ne trouve pas beaucoup de métaphores. C'est-à-dire, il y a cette capacité de langage de métaphoriser le réel et la réalité n'est pas si présente dans la psychose, c'est le problème de symbolisation, etc. Alors que dit qu'il y a une poète française, Gérard de Nerval, oui, qui est lui-même psychotique, il s'est soigné de la psychose et il est le père de la métaphore aujourd'hui en France. Comment on peut concevoir ça? C'est-à-dire l'absence de la métaphore chez le psychotique et sa présence chez ce poète, par exemple. Oui, mais bien sûr que les choses sont plus fines. Hein? On peut, il faut partir de l'idée
de la psychiatrie classique que Lacan a bien intégré. Une psychose ou un délire n'est jamais que partiel. Hein, c'est-à-dire que même Schreber, ce grand cinglé, ce grand fou, son délire était partiel. Il ne délirait pas dans tous les secteurs de sa vie. Hein. Son délire était limité. Et Lacan, c'est ce que j'ai appris de ses élèves. Lacan s'intéressait toujours à la limite. Comme tous les intellectuels de cette époque, Foucault et d'autres, c'était des malades de la limite. Tout le monde cherchait la limite. Et Lacan cherchait la limite dans ce que ses patients lui présentaient comme délire ou comme symptôme, il cherchait la limite pour s'orienter dans la pratique. Vous voyez, hein? Et donc, rien n'empêche que quelqu'un comme Gérard de Nerval d'avoir des métaphores, mais des métaphores qui ne touchent pas à son être. Hein? C'est ça. C'est pas des métaphores de son être. C'est des métaphores sur la vie, sur d'autres thématiques, quoi. Hein? რა თქმა უნდა, ესე იგი, კლასიკური იდეა ფსიქიატრიაში, რომ ფსიქოზი არის ბოდვა, კლასიკური იდეაც კი ფსიქიატრიის ნიშნავს, რომ ფსიქოზი ყოველთვის არის ნაწილობრივი, ბოდვაც კი ის არ არის ტოტალური და ყველაფერს არ ეხება სრულიად. ანუ ფსიქოზიც არის, შეიძლება ითქვას, რაღაცა ტერიტორიები და ზონები, რომლებიც არის ამისგან დაცული და ლაკანის პერიოდში და ის ინტელექტუალები ლაკანის დროს ფუკო მათ შორის ეძებენ ზღვარს, სად არის ზღვრების ძიების პერიოდია ეს და ჟერარ დე ნერვალი სულ არ უშლის ხეს იმას, რომ იყოს ფსიქოტიკი და კონდეს მეტაფორები, უბრალოდ ეს მეტაფორები არ ეხება მის ფსიქიკურ ცხოვრებას, ფსიქოტიკი ვერ მეტაფორიზირებს თავის, ესე იგი, არაცნობიერ პროცესებს, მას შეუძლია მეტაფორიზირება ბუნების, ადამიანური ურთიერთობების, საზოგადოების და ასე შემდეგ, მაგრამ ის რაც ხელიდან უსხდება ფსიქოტიკს, არის არა ზოგადად მეტაფორიზაცია რაღაცის, არამედ მეტაფორიზაცია შიდა ფსიქიკური პროცესების. Bueno, merci. Bien.